სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდის ასულისაითა. ვიდრე რას მე ვითხოვდეთ, მინდა გამსხოდა ალბათ გახაროთ კიდეც, რომ კიდევ 5 დაუზომელი ღვთისმშობელ მარიამისა ითარგმნა რა ჩვენ მიერ იბეჭდება, უახლოეს დღეებში სად იქნება. მზადდება კიდევ 2 დაუზომელი დასაბეჭდად, რომელიც ამ დღეებში ვთარგმნეთ. ეს არის ერთი შევადგინეთ უпроსორად მიურულებელი თვალი უფლისა მარხვანის მიხედვით სამარხო ჰიმნოგრაფიისა და მეორე ეს არის მამა პაისი ათონელის დაუჯდომელი ღვთისმშობლის დაუჯდომლების თარგმანი, მაგრამ ამჯერად თხოვეს განსაკუთრებულად მოშურნეთ, რომ მეთარგმნა წმინდა პაისის დაუჯდომელის და ღვთისმადლით ერთ დღეში დავასრულეთ. რთული არ იყოს სათარგმნად, მაგრამ კარგი და პოეტური საგალობელი არის დაუჯდომელისა. და ესეც უახლოეს დღეებში დაიბეჭდება და ზათ იქნება და გაგრძელდება შემდეგ ღვთისმშობლის სხვა სასაუთმოქმედი ხატების დაუჯდომელთა თარგმნა, რომელიც არ დაგიმალავთ პირდაპირ დიდ სულიერ სიამოვნებას მანიჭებს. მართალია ფიზიკურად ძალიან ვიღლები, თითქოს არაფერია, მაგრამ არც ესია საქმე სინამდვილეში, მაგრამ მეორე მხრივ დიდ სულიერ სიამოვნებას და ალბათ ღვთისმადლით გაგრძელდება ეს თარგმანები. ამას გარდა ამ დღეში თარგმნა ერთი პატარა ამონარიდი წმინდა გრიგოლ პალამას ერთ-ერთი ქადაგებიდან, რომელიც შეეხება ღვთისადმი რწმენასა და ღვთისადმი ნდობას. ეს რომ უნდა გქონდეს არა მარტო რწმენა, ამბობს ეს წმინდა მამა, არამედ ნდობა. რაც შეეხება თავად გრიგოლ პალამას, ეს არის გვიანდელი შუა საუკუნეების ერთ-ერთი უდიდესი წმინდანი, იმავ დროს დიდი ღვთისმეტყველი და დიდი ასკეტი, კერძოდ ათონური ასკეტური სკოლის წარმომადგენელი და მისი ტრადიციების არათუ მხოლოდ გამგზნებლები, არამედ წმინდა ათონური წარმომავლობის სწავლების, კერძოდ ხელთუქმნელ ნათელზე, ანუ საღვთო ენერგიებზე, არა მარტო გამომავებელი ამ რწმენის ამ სწავლების, არამედ დამცველი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, როდესაც განსაკუთრებულად გამოიჩინა თავი წმინდათა შორის. ისე რომ ერთხანს პატრიარქისგან აკრძალვაც კი მიეცა, რომ აღარ ემხილებინა მწვალებლები, რომლებიც დაუპირისპირდნენ ათონური წარმომავლობის ამ სწავლებას საღვთო ენერგიებზე, კერძოდ ვარლამი და მისი მოწაფეები, აკინდინი და სხვები, მაგრამ აქ თითქოს ერთგვარად ფორმალურად ურჩობა გამოიჩინა კონსტანტინოპოლის პატრიარქი და კვლავინდებურად გააგრძელა მწვალებელთა ხილება, რის გამოც გარკვეული სანქციები უნდა ამოქმედებული იყოს სამღვდელო მის მიმართ, თუმცა ბოლოს მოწვეული იქნა კონსტანტინოპოლის ადგილობრივი კრება და პირიქით ვარლამის მოძღვრება იქნა განხილული რა და პირველ ყოვლისა გრიგოლ პალამას მიერ და მისი მოწაფეებისა და დაგმობილი ვარლამი და საზოგადოებრივ ვარლამიტები. ამას სინამდვილე კი არ გააღვიძა ვარლამში და მის მიმდევრებში, არამედ გააბოროტა ისინი იქამდე, რომ გონება დაბნელებულებმა მართლმადიდებლობა დატოვეს და გადაბარგდნენ კათოლიკობაში, მწვალებლობაში და იქიდან უყევდნენ ქრისტეს წმინდა ეკლესიას, რის გამოც ეკლესიამ მას უწოდა სახელად კალაბრიელი გველი ვარლამს. წარმოშობით იტალიის ქალაქ კალაბრიიდან იყო და ამის გამო ეწოდა კალაბრიელი გველი. გველი თქვენ იცით სახია ეშმაკისა, რომელიც პირველმა ასწვდა ადამ და ევა და დააკარგვინა ის დიდება და ნეტარება, რომელიც ჩვენს პირველ სულელს 60-ში ჰქონდა. წარმომავლობით გრიგოლ პალამა დაკეთეს. გრიგოლ პალამა იყო არისტოკრატი, მაღალი არისტოკრატიის წარმომადგენელი, უფრო მეტის ბერძენ ბასილევსთან მეფეთა შთამომავალი. მან თავდაპირველი აღზრდაცა და განათლებაც მიიღო სამეფო კარზე, მაგრამ სიჭაბუკეში ძალზე დატოვა ეს პატივი, დიდება და ყველაფერი, რაც უკავშირდება მაღალ მდგომარეობას საზოგადოებაში და გადასახლდა ათონის წმინდა მთაზე და დაემოწაფა იქაურ განდეგილ მამებს, კერძოდ ისიხასტეს, ჭრეტელ მამებს, მათგან შეისწავლა სწორედ ხელოვნება ეშმაკთან ბრძოლისა, შეიქმნა ერთი უდიდესი და უპირველესი ასკეტი და როგორც შესავალში ვთქვით, მიიღო რა სწავლება ხელთუქმნელ ნათელზე, განავრცო იგი და გასაოცარი ეს იყო საგვარეულო მოგვიანებით ეკურთხა რა მღვდელმთავრად მისი ღირსების და სიწმინდის გამო არა მარტო სიტყვით ქადაგებდა ხელთუქმნელ ნათელზე, ანუ საღვთო ენერგიებზე, არამედ ქადაგების დროს და არა მარტო ქადაგების დროს, წირვაში ასევე მისი სახე, პირის სახე ერთიანად იფარებოდა იმ სწორედ გამოუქმნელი ნათლით.
ისე რომ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ასე ვთქვათ, საქმითაც ამოწმებდა ამ სწავლების ჭეშმარიტებას, რასაც ბევრი რა თქმა უნდა აქტუალობაში მოყავდა გზაშესტომილი სინანულში და აბრუნებდა ქრისტეს ეკლესიის სიახში. ყველა ღირსებისა და სიწმინდისათვის წმინდა ეკლესია მიდი შერაცხა წმინდანებს შორის და მას როგორც გითხარით, ერთ-ერთი უდიდესია ღვთისმეტყველთა შორის და ასკეტსა. რა გამიჩინა სურვილი როგორც მოძღვარს, რომ ეს ამონარიტი მეთარგმნა და გამეცნო თქვენთვის აქ მოსული მორწმუნე საზოგადოებისთვის, რომელიც არა მარტო ჩვენებრივ შეადგენენ, არამედ უფრო მეტად სხვადასხვა სამრევლოებიდან არიან მოსულები, რომელთაც ვფიქრობ იზიდავს ღვთისმშობელ მარიამის სიყვარული და ალბათ ღვთის სიტყვის მოსმენის სურვილიც. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერაფრით ვერ შევედრებით წინა საუკუნეთა გნებას აწინდელ ჩინებულ ჭევრმეტყველ ქადაგებლებს, მაგრამ რაც გვაქვს ის სურს გაგიზიაროთ. და ვფიქრობ ეს თავისებური სათმოება არის. რა თქმა უნდა, რაც გვაქვს გულისხმობ სასიკეთო ღვთისაგან ჩათესილი ჩვენს სულსა და არსებაში და არა ეპირიული ცხოვრებისეული გამოცდილება და ასე შემდეგ, რომელსაც სამწუხაროდ აიუსო და აჭრევდა ჩვენი მორწმუნე მრევლი და არა მარტო მრევლის სამდელოებაც. ზოგიერთი გადაცემულია სხვა მოძღვრებებით, არათუ უბრალოდ გასხოვებულით მართლმადიდებლობის არამედ სრულადაც განწყობილითაც კი მართლმადიდებლობის მიმართ, ასევე თეოსოფიური სწავლებებით და სხვა. აი გრიგოლ პალამა ამასაც ეხება ამ ამონარიტში ქადაგებისა და ამადაც ვთარგმნე კიდევ. მოდით გავეცნოთ გრიგოლ პალამას ამ სწავლებას. ჩვენ კიდეც გვწამს ამბობს წმინდა მამა მორწმუნებს, ესე იგი მართლმადიდებლებს. მას კიდეც გვწამს ღვთისა და კიდეც ვერწმუნებით. ეს ერთი და იგივე არაა. ნამდვილად წამდეს ღვთისა ნიშნავს ენდობოდე მას, ანუ უეჭველად და ჭეშმარიტად მიიჩნევდე აღთქმებს, რომელიც მან მოგცა და პირველ ყოვლისა იგულისხმება დაკარგული სამშობლოს დაბრუნება, სასუფეველი აგვიტყვა პირველ ყოვლისა. და ის ნეტარებანი, რომელიც გადმოცემულია 9 ნეტარებაში და ეს სულ ერთიანად ქრისტეს სწავლებაში. ხოლო წამდეს ღმერთში განაგრძობს წმინდა მამა ნიშნავს უფლებას ბრძნობდე მას, ესე იგი თუ გაქვს ეს რწმენა ცხოველი ჭეშმარიტი, მას გეძლევა უფლებას ბრძნობდე მასზე. ჯერას ერთიც გქონდეს და მეორეც, ხოლო როცა არა გვაქვს, მაშინ როგორ მოვიქცე, მაშინ უნდა გქონდეს სულ ცოტა თავმდაბლობა, აღვიარებდე წმინდა მამების, თქვათ იგივე ამ შემთხვევაში გრიგოლ პალამას ავტორიტეტს და დავემოწაფოთ მათ. ის რაც ჩვენ არ მოგცა, ყველას გვაქვს აქ ვინც შევკრებულ ვართ ნიჭიერ წმენისა, მაგრამ ყველას როდი გვაქვს თქვათ ნიჭიერ წმინდა წერილის გამოთარგმანებისა, წინასწარმეტყველებათა განმარტებისა. ამიტომ რაც ჩვენ არა გვაქვს და რაც მისცა ამა თუ იმ წმინდას, ჩვენ მათ უნდა დავესესხოთ და დავემოწაფოთ. რადგან როგორც ერთ-ერთი მამა ალექსანდრე ელჩანინოვი ამბობს, მათშია წმინდანებშიაც იგივე ნათელია, რაც ქრისტეში ოღონდ შერბილებული სახით. იმიტომ რომ ვერანაირი წმინდანი, არათუ წმინდანი, არამედ ანგელოზის კი და არათუ წმინდანი და ანგელოზი, არამედ ღვთისმშობლის მარიამის ნათელიც კი ვერ შეეძლება იმ ნათელს, რომელიც არის დაუღამებელი მზე, ქრისტე ნათელი ჭეშმარიტი, მოსული აბსოლუტურად სოფლად ჩვენისაც ცხოვრებისათვის. მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ ღვთისმშობელ მარიამში, 9 წმინდანებში, 9 ანგელოზებში ნათელი მიფენილი არის სწორედ ყოვლადწმინდა სამება ღმერთიდან. ამიტომ, როდესაც ვეცნობით და ვიღებთ და ხელმძღვანელობთ წმინდა მამების სწავლებით, თუ ამა თუ იმ გამოცხადებით და არა მარტო წმინდანთაგან, არამედ ანგელოზთა გამოცხადებებსაც ვიცნობთ, ჩვენ ამით არსებითად ვემოწაფები თავად ქრისტე მაცხვარს, რომელიც არის ნამდვილი მიზეზი და წყარო ყველა ამ ნათლის, თეოფანია გამოცხადების სწავლების მოყოლებას ვთქვათ. მაშასე ჯერას ერთიც გქონდეს რწმენას და მეორეს, ანუ დარწმუნება დაჯერება ღმერთში. ნამდვილი ვიყვნენ ღვთის რწმენაში და მისთამი ნდობაშიც და ვიქცეოდეთ ამ რწმენისა და ნდობის შესაძლებლად. ქრისტემ საუკუნო ცხოვრების დიდების, სასუფეველისა და სიხარულის მემკვიდრეობა აღვითქვა. მაგრამ ამასთან ცნება დაგვიდო, რომ თუ კი ამ სასუფეველის მიღწევა გსურს, ჯერ არც მზად ვიყვნეთ საკუთარი ნებით მივამშვალოთ, ანუ მივალურსმოთ თავისი ჯვარზე ჩვენს ნებებსა და გულისხმებთან ერთად. აქ პავლე მოციქულის სწავლებას იმეორებს წმინდა გრიგოლ პალამა, რომელიც ცოცხალი მაგალითი იყო იმისა, რომ თუ როგორ უნდა მიემშვალოს
ქრისტიანი ადამიანი ჯვარზე ყველა თავის ნებითა და გულისხმობით. ესე იგი აღთქმა კი ყველას მომცა უფალმა, მაგრამ ამ აღთქმას ამბობს წმინდა მამა დაიმკვიდრებს მხოლოდ ის, ვინც ქრისტესთან ერთად იქნება ჯვარცმული და იგულისხმება პირველ ყოვლისა საკუთარი ნებისა და გულისხმების ჯვარცმა. ამ სოფლის თავადი ეშმაკი თავაზობს პირუკუ ვნებებით და შეუფერებელი გულისითქმებით ტყბობას, რომელიც სხემდა წარმავალია და საბოლოოდ მოაქვს წარწმედა სულისა, ხოლო ქრისტე გვთავაზობს და გვეუბასავლის, ვისაც უყვარს ეს სოფელი, წუთი სოფელი, ის მტერია ქრისტესი. არ შეიძლება ერთდროულად გიყვარდეს ქრისტე და ამავე დროს ტკბებოდე ყველაფერი იმით, რასაც ეშმაკი გთავაზობს და დღეს სადამდე არიან კაცთა მოდგმა, სადამდეა მისული თქვენს ხედავთ. არა თუ უბრალოდ არ ცხოვრობენ ქრისტეს ცნებებით და სარწმუნოების მაგალითებით, არამედ ებრძვიან კიდეს მას, აბუჩად იგდებენ სხვადასხვა სახით, მოგებოლებია ცოცხალი მაგალითები, აი ბოლო დროის მოვლენების, როგორ დასინია ქრისტესა და მის ეკლესიას და რაც ყველაზე სავალალოა, თვით ეკლესიაში წმინდა ადგილას, სადაც არეგების შეაღწია არაწმინდების სულმა. აი ახლა გზად რომ მოვდიოდი შინიდან ეკლესიისკენ, გზაში ვისმე ხოლმე წმინდა მამათა სწავლებებს, ქადაგებებს, დარიგებებს და სხვა საკითხებს, მაგრამ ქართველების ეთნოზისი, ჩრდილო კავკასიანის, აი ეს ორიდან თემა მოვისმინე, მოვასწარი, ვიდრე საკმაოდ შორს ხოვრო ეკლესიიდან ამასობაში და იკოზმაეტალოსის ძალიან სულის შემძრელი წინასწარმეტყველება, როგორი იქნებიან სამღვდელონი და მორწმუნე უკანასკნელ ჟამს. გარეგნობაც კი აღწერილია მღვდლებისა, რომელთაგან ერთი მე ვარ. მათი მორალური მდგომარეობა, როგორ შევა არაწმინდა სწავლებები და ამ სოფლის სული ეკლესიაში, რომელიც სინამდვილეში ქრისტეს მეძიებლებს არ უყვართ ასეთი მღვდლები. აი როგორც ცნობილი ფილმიდან ამბობს და ხშირად ვციტირებ, სიდედრზე რომ ამბობს ერთ-ერთი სიძეს, მოყვარული სიდედრისა, რომ ესე იგი თვალის გავს, შუბლის გავს, ყველაფერი გავს სიდეს, მაგრამ მაინც არაა ჩემი, იმერელი იყო, მაინც არაა ჩემი სიდედრიო. ესე იგი მღვდელია შეხედა ვანაფორა აცვია, წვერი აქვს მოშვებული, ჯვარი კიდია და სხვა, მაგრამ ის არ არის მღვდელი. ცხოვრების წესით არ არის მღვდელი სამწუხაროდ და არც გარეგნობით. გარეგნობითაც კი შეიძლება იმშელონ მის სულიერ მდგომარეობას. ეხლა ზოგიერთი ფსევდო განათლებულები მამო ნუ განიკითხა მღვდელს. მას თუ განკითხა ეს პირველ ყოვლისა წმინდა კოზმაეტალოსი განიკითხავდა სამი სამგულის წინათ. მან იწინასწარმეტყველა რომ ეს მოვიდოდა. ამ სოფლიური სული დაიპყრობდა და შეავსებდა თავად ეკლესიაშიც კი და ამას ეწოდება სწორედ საძაგელი მოხრების, რომელიც არ უნდა იყოს. წმინდა ადგილი ეს არის ეკლესია დედამიწაზე. ეკლესიაში უწმინდესი ადგილი არის წმინდა საკურთხეველი, რომელიც წინა სახეა სასუფევლისა, სიმბოლურად სასუფეველს განასახიერებს. იქ სადაც მაგალითად საჩნობელია ქრისტეს საბრძანის განასახიერებს სიმბოლურ ალეგორიულად. ტრაპეზი, წმინდა ტრაპეზი, ის არის საფლავიც და საიდუმლოების მაგიდაც წირვის სხვადასხვა ადგილ რა სიმბოლურ მნიშვნელობებს იძენს და ატარებს წირვალოცვის განმავლობაში. სამკვეთლო გოლგოთა, სადაც დაიკლა ქრისტე. ყველაფერი სიმბოლიკის ენაზე და ალეგორიის ქადაგებს ქრისტეს მოვლენებიდან დაწყებული შობიდან ვიდრე მის ჯვარცმა აღდგომა ამაღლებამდის. ესეც სიმბოლიკის ენაზე ეკლესია ამ გზითაც ქადაგებს, ისე როგორც ღვთაებრივი ჰიმნები, საკითხავები წმინდა სახარებიდან წირვის განმავლობაში, 60 ფულოდან ღვთის სიტყვის ქადაგებამ ლიტურგოსანი მღვდლის ყველაფერი ერთმანეთს ემსახურება ქრისტეს დიდება და ამ დიდების მიერ ჩვენს განწმენდას და საბოლოოდ თუ შეუდგები ქრისტეს შესხონებას. მაშასე მართალია იქ გადავუხვიეთ, ყველას აგვიტყვა უფალმა ზეციური სასუფეველი, ყველა თავისი სიკეთეებით და იქაც არის ესე იგი განსხვავება სავანესა და სავანეს შორის. კერძოდ რა 900 წმინდანების და ანგელოზთა მიხედვით 9 სავანი არსებობს განსაკუთრებული. ერთნი უფრო ახლო არიან ღმერთთან, მეორენი ნაკლებად, მაგრამ ყველა ახლო, ყველა ნეტარებს, ყველა სიხარულშია. როგორც გაირჩები, ისე დაიშები ან დაჯილდოვდები. ესე იგი ადამიანის თავისუფალ ნებაზე დიდად არის დამოკიდებული
არანაკლებ ვიდრე ღვთის მადლზე ადამიანის ცხოვრება. მაგრამ არის რა კაცთმოყვარე თავისუფალ არსებებად შექმნა რა უფალმა ღმერთმა, ის ზალი თვითსიკეთესაც არ შემოიტანს შეში. ეს მის თავისუფლების პრინციპს ეწინააღმდება, რომელიც მან მოგვანიჭა ჩვენ. ამიტომ ამბობს უფალი ალბათ მიაქციეთ ყურადღება ხშირად ვიმეორებ, უფალი კი არ გვილეწავს გულის კარებს, რომ თუნდაც სასუფეველის სწავლება შემოგვიტანოს. ისე როგორც შეეწა ჯოჯოხეთიდან დაამხვა სიკვდილი განაქარვა. არამედ რეგს როგორც თავად ამბობს გულის კარს. როგორი მორიდებულობა, მეც ადამიანად რო ვთარგმნოთ, როგორი პატივისცემა გამოიხატება და მოწიწება ადამიანს, ვისი შემოქმედი ღმერთისა ადამიანის მიმართ, რომელიც თიხისაგან მიწისა მოზილა, დაფარა მის სხეული დიდები და უკდავისული შთაბერა. ჩვენ ყველაფერი ეს შევდილწეთ, ვეურჩეთ რა უყავს. პირველ ყოვლისა, პირველ მშობელთა საკითხთან მერმე ჩვენს პირად ცხოვრებაში ვიგებთ ამას. და არ დასრულდებოდა ეს და არ დასრულდებოდა აქედან ჩვენი წარწმენა თუ არა უფალი ღმერთი, რომელიც თავად მოვიდა დედამიწაზე ხორჩესმით, რითაც ანგელოზებიც კი განაცვიფრა. ამგვარი თამდაღლობით მონის სხეული ბუნება მიიღო ღმერთმა. ყოველივე, მათ შორის სისუსტეები, მაგრამ შიმშილის ნობა, დაღლის, ზილის მოთხოვნილება და სხვა გაგიკვირდება უფალს ჰქონდა დიახ, იმიტომ რომ ზმანებით კი არ შეისხა ადამიანური ბუნება, არამედ ჭეშმარიტად. და ჭეშმარიტად შეისხა ხორცნი. ყველაფერი მიიღო გარდაცოდვისა. და მიიღო ნებსით სიკვდილით მართალმა იესო და სიკვდილით მოკლა სიკვდილი და დაგვისახა გზა, ვინც სიკვდილის დამარცხებელ ქრისტეს შეუდგება, რომელიც აღსდგა დაამაღლდა და დააშდა მარჯვენა ღვთისა და მამისა და საბოლოოდ განასრულა ადამიანური ბუნების შესვლა ღვთიური მამის დიდებაში, თავადაც ამ გზას გაიგეს. ეს გზა უეჭვლად გადის გოლგოთაზე. თუ არა გოლგოთა, არ იქნებოდა ბრწყინვალე აღდგომა და მერმე ამაღლება. ისე რომ თავისებური გოლგოთა საყვარელო ყველა უნდა გავიაროთ. აი ამაზე შეგობს ცოტა მოგვიანებით წმინდა მამა გრიგოლ პალამ. ტკივილები, უბედურება, შეურაცხყოფა, უსიყვარულობა, გნებას ფიზიკური გაჭირვება, შიმშილიც ზოგიერთ შემთხვევაში, განსაცდელება, ავადმყოფობა. აქ ძალზე ბევრი განსაკუთრებით ბოლო დღეს, იმიტომ რომ მრავლდება ავადმყოფობები ცოდვის კვალობაზე. ძალიან ბევრი ავადმყოფი მოდის. პრობლემაც ისია მაგალითად, რომ ავთვისებიანი სიმსივნე. რომელთაც მაგალითად ისია, რომ ერთი თვის შემდეგ გარდაიცვლებიან. საბილთან საქმელად ადვილი, აღსაკუთრებულად თავზე წარმოიდგინეთ, როგორ აფორია ხდებოდიან, როგორ აწყრიალდებოდნენ, როგორი შიშნეულობა შემოვიდოდა შენში თუ ნაკლებ მორწმუნე ხარ ან სულად მოურწმუნო. სული სიცარიელე გელოდება თითქმის მომავალში, მაგრამ არა ჭეშმარიტ ღვთისმოსავსა და მორწმუნე ადამიანს. შენი ვარ, მაცხოვნე მე, აი როგორ სულიერ მდგომარეობას უნდა მიაღწიოს მორწმუნე. როგორც გრიგოლ პალამ ამბობს, არა მარტო ჭირვარამისთვის ემზადებოდეს დედამიწაზე, არამედ სიკვდილისთვისაც კი. ფაქტიურად და არსებითად ადამიანის ქრისტიანის სიცოცხლე ეს არის მზადება მარადისობისთვის. თუ ჩვენ ეს ვესმის, თუ გულისხმობ ხავით ამ წლების განმავლობაში, როცა ქრისტემ მოგვიწოდა და შეძლების დაგვარად შევუდექით ქრისტეს, მაგრამ ჰარი ჰარავით და შეძლების დაგვარად უფალს არ უნდა მიყვებდეთ. ანუ 10 წლებიდან მაგალითად 900 ვსვლებდეთ და ერთს ვარ ვხვდებით. ესეთი რამე სმენია ეკლესიაში. ერთ-ერთი მოძღვრის სულიერი შვილი იყო, ესე იგი თავშეკავებით ცხოვრობდა მარხვებში, ცოლოსანი კაცი, როგორც კი მორჩებოდა, იწყებდა იმ დღიდან რუშობას. და იქამდე მიაღწია, რომ კურთხევა მივეცი, რომ წინამძღვარმა მის მოძღვარს დავაბარებინე, ველაპარაკეთ, შევაგონეთ, დაუთმით კიდეც და შევრისხეთ კიდეც, მაგრამ შედეგი არ გამოიღო და ბოლოს ვაკურთხე, რომ მრევლიდან წასულიყო. იმიტომ რომ მრევლში ორი ქალწული გახრწნა. ამ გზით. ყველაფერს ხომ არ მოგიყვებით, არა, ზოგადად ვამ. აი როგორ შეიძლება ბოროტმა სულმა დაიჭიროს, შეიპყროს ადამიანი. მარხულობდა, ლოცულობდა, ზოგჯერ მკაცრადაც კი დიდმარხაში მაგალითად, მაგრამ ავნებას არ ეხსნებოდა. და რა დამრჩენოდა როგორც წინამძღვარს. ჯერ ერთი რომ თავად გამოფხიზლებულიყო იმის გამო, მეორეც იმიტომ რომ აღარ გაეხსნა. ორი ტასი, ესე იგი, კვატი ტასი ყონახა მრევლში და გახსნა ისინი. საბოლოოდ ესენი წავიდნენ მრევლიდან გახსნის შეძლო. არც იმათ არ მიიღეს სინამდვილე. და დაიწყეს ლაპარაკი, რომელიც პირად თავისუფლებას და მიერთი მოეთიეს ფსევდოლიბერალური ზღაპრები. სასტურები პროსორად.
ადვილი მოსასმენი არ არის ამ ყველაფრისა. მე რამდენი გაჭირვებულისა. ადამიანთან ასაკში როცა შედიხარ და თავადაც ავადდები, უფრო მძიმე ხდება ამათი მოსმენა. მაგრამ სად არის სხივი? სხივი იმედისა არის ჩვენ სარწმუნოებაში. სწორედ როგორც მოციქული პავლე გვასწავლის, ეს ღვთის ღვთისმეტყველო სათნოება რწმენა, სასუება, ანუ იმედი და საფუძვლიანობა სიყვარული კვებავს და ასუნთქავს ერთმანეთს. უფრო მკაცრად რწმენა შობს სასუებას, რწმენა და სასუება შობს საფუძვლიანებას. და როცა ადამიანში შემოდის სიყვარული, ანუ როცა შენში ქრისტეა და შენ ქრისტეში, შენთვის ეს ყველაფერი რაც ხდება, ეს საშინელი ხეთქებანი ტალღების ცხოვრებისეული, ყველა ის განსაცდელი ტკივილები რაც ჩამოთვალე და ბევრი უფრო ვერ ჩამოთვალე, შენზე ასე გამანადგურებლად აღარ მოქმედებს. ერთი სული გაქვს, აი როგორც მოციქულები ევედრებოდნენ, რომ სული დაეხსნათ ხორცდაგან და გაეყვანა სასუფეველში. ჩვენ ასე ვართ, მზად ვართ სიკვდილ, ადამიანი თუ სიკვდილისთვის მზად არის, მას უკვე მიუღწევია დიდი სულიერი სიმაღლისათვის, დიდი სულიერი საზომისათვის. რა თქმა უნდა, უდიდესი უმეტესობა ჩვენგან ასე არ არის. ზოგს სიკვდილი აშინებს, ზოგს სამშაბრო, ზოგს ჯოჯოხეთი, ზოგი შვილებს ვერ ეთხოვება ხორციელს, ზოგი სულიერ შვილებს თუ მოწვარია, მაგრამ ყველაფერი საყვარელო სინამდვილეში ღვთის ხელშია. და იმაზე ადრე არ გაგიყვანს, ვიდრე არ გამოავლენს თავის კაცმოყვარებას, როგორც ივანე ოქროპირი ამბობს, სხვაგვარად რომ თარგმნო, სიკვდილი ყველასთვის დიდი სიკეთეა. აი მაგალითად ივანე ოქროპირი მსჯელობს, გაჭირვებული საცოდავი ადამიანი ყვდება რამხელა ნუგეშიებისთვის სიკვდილო ყველა ამას დააღწევს თავს. და ასეთი გლახაკი ლაზარე უეჭველად მიდის სასუფეველში. ამას ის მსჯელობის წყალობაზე ამოწმებს. და როგორ ზოგიერთმა გულში იკითხა, ყველასთვის როგორ არის სიკვდილი, მაგრამ ცოდვილი ადამიანისთვისაც სიკეთეა სიკვდილი. პირველ ყოვლისა ცოდვილი ადამიანისთვის არის სიკეთე. რატომ? იმიტომ რომ ღმერთი დარწმუნდა, რომ ის აღარ გამოსულა. არას თუ გავა, კიდევ უფრო მეტ საფლავში ჩაეფლობა ცოდვისა. ამიტომ გახავს რომ მეტად ვეღარ შესწოდოს, ანუ მართალია წარწმდება, მაგრამ ისი არ დაიშება, როგორც მე დაიშებოდა ყველა ამ ცოდვით, რომელსაც შეიძლება. რაც შეეხება მართალ ადამიანს, თუ მას გაიგოს, როგორც თქვენ ამბობთ, დროზე ადრე, ის დროზე ადრე შევა, ბჭყალებში რა თქმა უნდა, დროზე ადრე შევა, ზეციმ სასუფეველში. დროზე ადრე არ არსებობს. ღმერთი შეთხევით კი არ აკურთხებს ანგელოზებს, რომ ამა თუ იმ ადამიანს სული ამოვართვა, არამედ თავისი სიბრძნიდან, სიყვარულიდან, თვითუცოდვილესი ადამიანის მიმართ, უნანელისაც კი და განგებულებისა გადაწყვეტს ვინ გაიყვანოს და ვინ დატოვოს. ამიტომ ჩვენ როცა ვიწყებლებით და მღიზიანდება მათ შორის ეკლესიურ მორწმუნეებს, რატო ტოვებს ამდენ ბოროტებას, რამდენი ბოროტი ადამიანი. ესე იგი ჯერ ერთი ამით შენ ამბობ, შენ არა ხარ ბოროტი, შენ ხარ კეთილი, შენ ხარ მართალი, რაც ამპარტავნება არის. მწვერვალია ამპარტავნების. მეორეს მხრივ შენ რა იცი ის რომ სოდავს დღეს ამ ღამით სინანულში არ ჩავარდება. როცა უფალი მოინახო. არა მე რა თქმა უნდა გამოცხადება თეოფანებს არ გულისხმობს ამ ცოდვილის მიმართ. არამედ რა იცი რომ სინანულს არ ჩავუყრის გულში, მაგალითად როდესაც ავადმყოფობით, ძიმე ავადმყოფობით მოინახოს. დიახაც, წმინდა მამები ალბათ ავადმყოფობა ღვთისგან მონახულება ადამიანისა. და ეს ავადმყოფობა აქამდე რომ გალათე აი ამ გულში წავიკითხეთ და ცნობილი ეგრეთ წოდებული პოპ როკ ვარსკვლავი არ მინდა დავასახელო კონკრეტულად რომელიც ჭერდა მოხდა სისაძაგლებს ასახიერებდა სცენაზე გარდა მკუღმართი მელოდიებისა და ძიმეთა დაავა და ავთვისებიანი სივსივი და პირველად ვნახე მის საუბარში სიტყვა ღმერთი რომელიც აქამდე ღმერთს დასინოდა. ამიტომ ჩვენ არავინ არ უნდა განვიკითხოთ. ღმერთი არის წყალობელი მამა, ის ყველა შემოქმედია. მას უყვარს ყველა ცოდვილი ადამიანი. ზაქს ადამიანში ცოდვა და ცდილობს მადლით, იმიტომ მოგიპოვა ქრისტეს მიერ, მადლით ცდილობს ადამიანი განწმიდოს და გაანთავისუფლოს შეპყრობილობისაგან. დიახ, ესა თუ ის ცოდვები, რომელსაც განუწყვეტლით და დღენიადად შადიოთ, რომელიც უკვე ცოდვიდან მანკიერებებშიც კი გადაგვივიდა, ხოლო ქართული სიბრძნეულოს, ესე იგი, ჩვეულება ჯულზე უმტკიცესი, ანუ მანკიერება ამ ცოდვაზე უარესია. კიდევ ცდილობს ასეთები გაანთავისუფლოს, აძლევს დროს. თორე სხვაგან ფსალმულში ამბობს უფალი. ცისკარსაც მომსვენდი ყოველთა ცოდვილთა ქვეყანისათა. მაგრამ წადით და ისწავლეთ ხორჩილოსული უფალი ამბობს, წყალობა ივნებავს და არა მსხვერპლი.
აი რატო ტოვებს ცოდვილებს. ამიტომ ჩვენ როცა განვიკითხავთ ცოდვილ ადამიანებს, ჩვენ თავად ღმერთს განვიკითხავთ. ესე იგი რატომ ტოვებ უფალო მას ცოცხლებში? აი მე მართალი ვარ. ტაძარში ვიარები, როგორც ამაყა ტიტულებივი ჩამოვთვლით ხოლმე აღსარებელი ვარ, მაზიარებელი, ეკლესიური, მაგრამ ნახე, ბევრი რამ აკლია ცხოვრებისეულად, მაქვს ავადმყოფობების მოწყენილობა, წუხილი, განსაცდელები, ეს კი ცოდვილია, ნახეთ რა გალაღებული ცხოვრობს, მაგალითად ბანკირი. ჩვენს გვაქვს არა ცოდვილი ბანკირები, მაგრამ ღმერთი ტოვებს ცოცხლებში. აი ამიტომ როგორც მოგახსენებთ. ეგების ისმინოს ვინმე შეინანოს და შემობრუნდეს შევსკენ. ბოლოს და ბოლოს შენ ვინახარ ადამიანო სხვის, ანუ ღვთისმონას რომ განიკითხავს. ღმერთის მიშვებით დაეცა, მაგრამ ღმერთს ძალუც წამოაყენოს, ხოლო როცა აღარ დგება ადამიანი და ესე იგი ნატამალი არა სინანულისა, ანუ გამოსწორების იმედი, მაშინ ღმერთს ის გახკავს და ამითაც გასწმოყარებას აჩვენებს. აი ხედავთ როგორი ფილოსოფია აქვს ქრისტეს ჩვენგან განსხვავებით. სიყვარულის ფილოსოფია თუ შეიძლება ითქვას. მაშასე მოგეთხოვება გლახაკნი ვიყვნეთ, მარხულობდეთ, ცხოვრობდეთ უბედურებებსა და მწუხარებებში, ჩვენი ცოდვების მიზეზი, ჯერ არს სიკვდილისთვისაც კი მზად ვიყვნეთ. და ამით ხდება ჩვენი გამოწრთობა. მაწყარი ადამიანი არასდროს არც იფიქრებს და მეტად არც იზრუნებს სულის ხონებისათვის. ის თვითკმაყოფილია, ჰედონისტია, ყველაფერს იღებს ცხოვრებაში, როგორც დიდარი, მაგრამ ელვისებურად თუ ამოართვა სული ანგელოზმა და ვერც კი მიხვდა რა მოხდა მის თავს და თვალები აღიხილა, იგავში ნათქვამი, ანუ რომ თარგმნოთ ნიშნავს, გონს როცა მოეგო, აღმოაჩინა რომ თურმე ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვევს. და ისე იყო გამომშრალი, რომ აბრაამს ხოა მამად თავებს და მის წიაღში ლაზარე დაინახა, რომელსაც ნამცეცის კი ენანებოდა მიწიერ ცხოვრებაში, რომ თითის მწვერვალი და ნახეთ როგორი ცუნცლიკა გახდა, როგორი თამდაბალი ეს უდარდელი მდიდარი, როგორი გახდა. თამდაბალობა გამოიჩინა ამ ნათქვამშიც კი. აბრაამ მამად თავის ახლა, მამაო აბრაამ, ესე იგი მოაგონა რომ მე შენი თამდაბალი ვარ. მიანიშნა თითქოს. ლაზარემ იქნებ თეთის წვერა, ძველ ქართულად წვერალი ნიშნავს თითის წვერი დააწოს და ბაგეებზე მომისვას. რას ნიშნავს? ის წყალი, რომლითაც უნდა ბაგეებზე რომელიც უნდა მოესვა, არის მადლი. ესე იგი ეს მადლი სავსებით არ ქონდა მას, მაგრამ იყო რა უნანელი ცოდვილი და თვითკმაყოფილი ჰედონისტი, მორალურად მიხვდა, სად მიხვდა? არა დედამიწაზე, შვებეთნიერებაში, არამედ ჯოჯოხეში, ტანჯვის ჟამს მიხვდა, რომ იყო დიდი ცოდვილი და ზნეობრივად, მორალურად აღარ ქონდა უფლება რაიმე ეთხოვა მისი მამად თავრისთვის, აბრაამისთვის. საიდანაც მოდიოდა ის, სხვებთან ერთად, სხვა ებრაელებთან ერთად. არამედ რა არის თითის წვერვალი, თითის წვერი ის დაეწო და მოესვა ბაგეებს. წყურვილი კი არ მოეკლა, ამის მორალური უფლება არ ქონდა. აი ასე ჩემო საყვარელო. იქ ადამიანი ჯოჯოხეთში ბევრს ტირის, განიცდის, იგონებს თავის ცხოვრებას. მეორე სხივი ტანჯება იმით, რომ აქვს გულის თქმები გაყვა, სულს გაყვა, ის სხეულს არ ახასიათებს. უნდა დაიწყოს მბრუშობის გემოთმოყვარების თუ სხვა გულის თქმები, მაგრამ საგანი, რომლითაც იცხოვრობდა დედამიწაზე, სხეული აღარ გააჩნია, მიწაში გაიხსნა ის. არ გაყვა თან იმ ქვეყნად. არ გაყვება არც სამოთხეში და არ გაყვება არც ჯოჯოხეთში. ვერ იქმაყოფილებს, რომ განუწყვეტლი ვაქვს, ჟინი და განუწყვეტლი ვერ ისრულებს. სიგიჟემდე მიდის. იტანჯება, სასუწარკვეთილია, წივის, კივის, მოგისმენიათ, აგიკითხათ ამასინან წლების წინ თარგმნე, ჯოჯოხეთი და სამოთხე უწოდე ამ კრებულს, თეოფანია გამოცხადებები ჯოჯოხეთიდან და სამოთხიდან. რას ხედავენ, რას აღიყვავენ, რას განიცდენ, მიუხედავად ყველაფრისა, ცდილობენ რა ზედმიწევი და აღწერო, მაინც ალეგორიულ სიმბოლურად აღწერენ. არ ძალუთ გადმოსცემდა. ამ წმინდანებს კი არა, საყვარელო პავლეს, რომელიც მწვერვალია წმინდანების შეუდარებელი წმინდანი, პავლე ერთ ეპისტოლეში ცდილობს რა იყო რა სამოთხეში ატაცებული მესამე დღეს, ოღონდ არის უნდა სულით მხოლოდ თუ ხორცთან ერთად ამბობს, ესე იგი ცდილობს რომ გადმოსცეს როგორია განცდა, ჩვენებურად რომ თქვა ადამიანს შთაბეჭდილება, რომელსაც იღებს ადამიანი სამოთხეში. ეცადა, რომელიც არის განათლებული ადამიანი ანტიკურ ხელოვნებას, ფილოსოფიას, ყველაფერს ჩინებულად იცნობდა, იცნობდა რაბინთა მოძღვრებას, წმინდა წერილს, ძველი აღთქმის წიგნებს.
იყო მჭემმეტყველი ქადაგებელი, რაც მის ეპისტოლეებს ჩანს, მაგრამ ასეთად განათლებულმა და რიტორმა ადამიანმა ვერ შეძლო გადმოეცა რა არის სასუფეველი და ბოლოს ეს თქვა, ეს ის არის, რაც თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია, გული ვერ მოიაზრებს. გამოუთქმელია. ესე იგი რა გვიტყვა უფალმა და ჩვენ ვითარცა პიუტყვი მოვსდებით, ჭაობში ვიღეჭებით, სიძვით, ანგარებით, კაცის წყლით, მრისხანებით და ასე შემდეგ სხვა ნებებით, გულის სიტყვებითა და ცოდვებით. ამიტომ უფასუხო ვიქნებით ღმერთის წინაშე, სამართლიანი ღმერთისა, როცა გარდაცვალების შემდგომ დავდგებით მის წინაშე. და არ დაგავიწყდეთ საგვარელო რას შევაგონებს წმინდა წერილი. მართალი ძნელად გადარჩესო. თუ მართალი ძნელად გადარჩება, ჩვენაირი ცოდვილები საგნივლენ იქ სამჟავროსი. 21 საუკუნის თვით დაჯერებული, როგორც მე მას უწოდეთ, კომფორტული ქრისტიანები. ყველის გვინდა ბაბაც გვინდა. ამ ქვეყნიური ყველაფერი გვინდა მივიღოთ და რა თქმა უნდა, ღვთისმშობლის წიაღში სულ ცოტა გქონდეს განაღდებული, როგორც თქვენ ამბობთ, ადგილი. ასეთი რამ არ მოხდება. ღვთისმშობლის მეოხება ძალზე დიდია, მაგრამ ეს კი არ ნიშნავს უნანელი და უარგესი ადამიანი სრულიად დაუმსახურებლად შევა სასუფეველში. ეს ასე არ მოხდება. აი როგორ შეგვაგონებს პავლესთან ერთად გრიგოლ პალამა თანაჯვარს ეცვითო უფალთან ერთად ყველა თქვენი გულის სიტყვებითა და მიტაცებებით, მიდრეკილებებით. მას გრიგოლ პალამა აგრძელებს, თუ კი ყოველივე ზემოხსენებულს მზადყოფნით აღვასრულებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მართლაც ვირწმუნებთ ღმერთში. ამგვარად მოვიქცევით რა განმართლებით. ესე იგი, როგორც იგივე პავლე ამბობს, რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. ხოლო და აღვიაროთ და გწამდეს, რომ ქრისტე არის ძებთისა ჭეშმარიტი ღმერთი, მოსულ ჩვენს ხორეულ არ არის საკმარისი. არამედ საჭიროა ღრმად გწამდეს, ჭეშმარიტი რწმენით მართლმადიდებლობა რომ ქვია, აღვიარებდეთ და სისხლიც დავთხიოთ, თუ საჭირო გახდა, ჩვენი რწმენის შესანარჩუნებლად და დასაცავად და მესამე წმინდა და უბიცო ცხოვრებით ვიცხოვროთ. იმიტომ რომ ჩვენს რწმენას უხილავს, რომელიც ნიჩით გვეძლება ღვთისაგან, ანედლებს ჩვენი კეთილი საქმეები, ანუ ღვთისმოსაობა, სხვაგვარად რო ვთქვა, კრებსით. უბიწოება, სიმართლის მიმდევრობა და თავმდაბლობა აგზელებს წმინდა მამა, რომელსაც ჩვენ ვიცავთ და ვიხვდ ღვთისმცნებათა გულისთვის, ასევე ბოროტებათა ნებისმიერი სახის დათმენა ჩვენში რწმენას განამტკიცებს. აი თურმე რა განამტკიცებს ჩვენში რწმენას. ღმერთმა კი მოგცა რწმენა როგორც ტალანტი იგავისენით რო თქვა, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ ჩვენი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში 5 და 10 ვაქციოთ ეს ტალანტი. ბოროტ მონასაკვით მიწაში კი არ დავრგათ, დავმარხოთ, არამედ დავფლათ, პროფესორად სახარებისეულად. თუმცა არსებითად ერთი და იგივე ეს სამივე გამოთქვა, არამედ ეს რწმენა უნდა ვაქნიოთ, ანუ ეს ჩვენი რწმენა უხილავი საქმეში მოვიყვანოთ, კეთილ საქმეებში გამოვავლინოთ და მათ მიერ კიდევ უფრო განვიმტკიცოთ სარწმუნოება. და ადამიანი როცა უკვე ხდება ჭური ღვთისა, სული წმინდის სადგური, ღმერთშემოსილი, მას პირდაპირ მოთხოვნილება აქვს, იყოს ღვთისმოსავი, იყოს კეთილი. მას სიამოვნებს ეს. გულს გარეთ კი არ შადის მოწყალებას და მეტადრე ხვის დასანახად ამაღლებულს კი არ თამაშობს, არამედ მთელი გულითა და სულით შეეწევა თქვათ გლახაკს. მას ეს სიამოვნებას აყენებს, თანაუგრძნობს ამ ადამიანს ამ გზით. და რამდენია ჩვენ შორის ასეთი? ზოგიერთ ჩვენთაგანს ხშირად მომისმენია საუბრებში, იმედი აქვს, რომ 21 საუკუნეა, საცტურები ძალიან გაიზარდა, ცდუნებები ძალიან ბევრია, გეთანხმებით ამ ყველაფერში. ამიტომ ჩვენ ალბათ უფრო შეგვიწყალეს ვიდრე პირველთა საუკუნეთა ქრისტიანებს. ეს არასწორი მშელობა არის. ეგ არის თვითკმაყოფილება, ეგ არის თავის დაბრმავება, ეგ არის დაღუპვა საბოლოოდ. აი ნახეთ წმინდა მამები, რომლის ასკეტურად ცხოვრობდნენ ჩვენთან განსხვავებით და არა გემოთმოყარევითა და ნაყროვანებით რას ამბობენ? რომ სულ რომ სიმართლეს იქმოდე და წმინდად ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთი ადამიანი მაინც გძულდეს, ღირსი არ ახარ სასუფევლის. ჩვენ არავინ არ უნდა გძულდეს. აი იგივე რო ახსენებ ფსევდოლიბერალები ჩვენ არ უნდა გძულდეს, მაგრამ უნდა გძულდეს მათი სულ შეხედულებები. ფსევდოლიბერალობა, მოკლედ ის ადამიანები არიან გზაშესტომილი ცხოვარნი ქრისტეს. მათი წინაპრები, ჩვენი წინაპრები ლომებს ებდოდნენ სარწმუნოებისა და მამულისათვის.
და დღეს ტურების ჭამე ხშირად გვითხოვს. იწოდნენ სარწმუნოების ალში და ცეცხლში. სულს დებდნენ, არა მარტო სისხლს ანთქებდნენ, სრემლსა და ობლს. და აქამდე მოგვიყვანეს, რა დაგვემართა ასეთი. როგორ მოგვინადირა ეშმაკმა. აი როგორ დაგვემართა, იცი 70 წელიწადი რკინის გალიაში, საბჭოეთში რომ ისეთ უღმერთო იმპერიაში და კარი გაგვიღეს და ხეცებზე უარესი გავხდით. დევნის დროს ვინ არჩუნებდით რწმენას? აი პატრიარქსაც უთქვათ სხვას გადაგებაში, მათ შორის მაღალი და პირველი თანამდებობის პირები სახლში იწვევდნენ ჩუმად, რა თქმა უნდა, სახლებს აკურთხებინებდნენ და კერძო საუბარში აღიარებდნენ, რომ მათ ღმერთი ყავდა. მიუყვანი ვარო და გადაუწევიათ ფარდა და აი ხატები მყავს სახლში, მაგრამ მალავე ასეთი იყო მაშინ, ესე იგი, წყობა, უღმერთო წყობა იყო და სხვადასხვა. მეცაც გეტყვით, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი უღმერთო იმპერიის, იოსებ სტალინი იყო მორწმუნე ადამიანი. და როდესაც აღესრულა, გარდაიცვალა და პატრიარქმა წესი შეუსრულა, წესი აუგო, უკავო მობრუნდა მისმა არქიდიაკონმა დასცინა უღმერთოს აუგეო წესიო და შერისხა პატრიარქმა ეს დიაკონი. შენზე მორწმუნე იყო. ახლა არ მინდა ვიღაც სიტყვის სტალინისტია. აი მაგალითად რუსეთზე თქვი გასულ ქადაგებაში ინტერნეტში დადეს რომ ამუჩად იგდებთ რუსეთს და გუზი ვერ შემოფრინდებოდა მან დროს, ვერც თურქეთიდან და ვერც სპარსეთიდან და ვერც რომელიმე სხვა ქვეყნიდან. ეს ერთი სიკეთი არ იყო მხოლოდ. მონეტა საერთოდ ორი მხარე. ის რაც ცუდია, ზოგჯერ სხვა მხარეც თავის დამონებურად თუნდაც. და დაწერა ვიღაცამ თურქეთ მითხრა მბრევმა რუსეთუნე. მე არც რუსეთუნე ვარ და არც სტალინისტი ვარ, მაგრამ თქვენგან განსხვავებით ზიზღი და შხამი არ ამაქვს სულში ჩაღვრილი და საგათ აზროვნების უნარი. სტალინის უდიდესი დამსახურებაა, რომ აღდგა ავტოკეფალია საქართველოს ეკლესიაში. თქვენ არ იფიქროთ, რომ დაიბარა და უბრძანა, ესე არ ყოფილა. რუსეთის პატრიარქი დაიბარა და მოუყვა ჩვენს ისტორიას, რომ ჩვენ ვართ უფროსი და ეკლესია. იყო უგანათლებულესი ადამიანი და როგორც პიკასო ამბობს, პაბლო პიკასო 500 წელიწადში ერთხელ იბადება ასეთი ადამიანი, გენიოსი. უგანათლებულესი ადამიანი იყო. შემთხვევითი როდი აი ისიც რომ გავცელა რომ მან ესე იგი საწამლავი წასხეს წიგნზე წიგნის კითხვა უყვარდა, ჩვეულება ჰქონდა რომ ანერტიზე ნერვში ისველებდა და ისე ფურცლავდა გვერდებსო. რაღაც საფუძველი ალბათ აქვს, მაგრამ ეს არგუმენტად რა თქმა უნდა არ გამოგვადგება და არც მე ვცდილობ რომ ადვოკატად დაუდგეს და თვას ეს არ სჭირდება. ადვოკატად ერთხელ დაუდგე საფრანგეთში, ქალაქ ანჟეში. მე მოგიყევით თუ არა არ მახსოვს, სიტყვამ გაგვიტაცა და ესე იგი კულტურული საზოგადოება იხდებოდა, რამდენჯერმე თხოვეს იქ ჩასვლა და უზრუნველყოფდა ჩაფლულ ხარბ. დიაბეტი მაგდა მიჭერს საერთოდ არ მიყვარს რომ იმდენი თხოვეს რომ ალბექი და ქართველობის სიყვარული და იქიდან რომ მართლაც უკან წამოვედი ფრენის რომ ძალიან ცუდად გავხდი. სტივარდესებმა მოხდეს ასე თქვათ რა, იმდენად ცუდად გავხდი ფიზიკურად. ხო და იქ იყო მერე შეკრება და მათ შორის ფრანგებიც იყვნენ, მათ შორის ინტელიგენცია, ფრანგული და სხვა და იყო ერთი მოხუცებული ცოლქმარი ცხვირით იცნობა ებრაელი პირველ ყოვლისა. ებრაელი ცოლქმარი იყვნენ მოხუცებულები და როცა საქართველოს ისტორიაზე, ეკლესიის ისტორიაზე სალმროდი და ესე იგი ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი ჩემბრელი იყო და სიტყვა მან დამიტყო და უხერხული კითხვა დაუსვეს ამ ებრაელმა ცოლქმარა. ცინიკური სიცილი დააყარეს და უთხრეს აბერტი სტალინზე რაც ხალხობი კიდან ახარ. ეხლა უხერხულ მდგომარეობაში მისი ძმა იყო ელჩი საფრანგეთში და ასეთ კითხვას აძლევდა. ტყუილს ვერ იტყო და სიმართლეც შეიძლება ერთის და მეორე წოლში ეცვა დაესაჯათ თავისებურად. ხო და გამოსავალი ნახა, მეგრელი იყო და მეგრული გამოსავალი ნახა. აი მამა არჩი იქიდან არის წარმოშობითო მისი გვარი გორის რაიონიდან და ის გეტყვიტოდა. ხო ვიცნობ საყვარელი. ჩემთვის საფრანგეთი, ბრიტანეთი არ არსებობს. თავარია ჭეშმარიტება და სიმართლე. შვიდად წყნარად დაულაგე ყველაფერი. რომ სიცრუეში ხარ შეყვანილი მეთქი და სულ ქრისტომატიებიდან იცნობ, თუნდაც ჩვენს ისტორიას მეთქი, თუნდაც ამ პიროვნებამ. თქვენგან დავიწყოთ ერთი აქ რო ჩამოვედით, მე ვიცოდი და ძალიან დელიკატური ხალხი ხარ, თავაზიანი და ასეთი უტახტო და კითხვას თუ დაგვისვამდით, ნამდვილად არ ვიფიქრებ, მაგრამ რა, ჩვენ კითხვას არ გავექცევით უპასუხებლად. მეორეს ხელ დავიწყოთ თქვენი დიდი ავტორიტეტი, დე-გოლი, ჩერჩილი, რუზველტი, 2-3 ეპიზოდი მოუგონე სტალინთან მიმართებაში. აი თეირანში შეხვედრა და ერთმანეთში მოილაპარაკეს რომ სტალინი რომ შემოვა ფეხზე არ ავდგებით.
პროტესტის ნიშნად და უპატივცემულობისა. სტალინი რომ შემოვიდა, ყვებიან წამოვდექით და ჯარისკაცებით გავშალეთ ხელები. არ ვიცით რატომ. და მე სტალინმა ხიბლა დააბრძანდეთ და დასვა. გესმით თქვენ? ეს პატარა მომენტი. ხო და რას ამბობენ მეთქი, რომ ასეთი ადამიანი იშვიათად უყოფილა საუკუნეებში. ამას ისინი ამბობენ. პიკასომაც რა თქვა მეთქი, მართალია იჩემეთ ფრანგია სინამდვილეში ესპანელია მეთქი, კარგი თქვენი იყოს მეთქი, გვაწყობს ახლა მეთქი საუბარში, თქვენმა ფრანგმა პიკასომ რა თქვა, 500 წელიწადში ერთხელ იბადება ასეთი გენიოსი. აღიზიანდნენ ეს მოხუცები. და მე მოვუყვები ნამდვილ ისტორიას, იგივე აი ახლა რაც წინან შევწყვიტეთ, რა დიდი მე არ ვეთქვი რომ ბოროტებები არ ხდებოდა და სხვა მის დროს. ან თუნდაც მას შეცდომები არ ასეთი მე მეცაც მოგიყვებით საგვარეულოდ რამდენად სარწმუნოებით ეს არის ისტორიული მონათხრობი და დადასტურებული ცოცხალი პირებისაგან. სტალინი 11-ჯერ გადაასახლეს ციმბირში, 11-ჯერ გამოიპარა იქიდან, გამოიქცა, ერთხელაც როცა გამოვიდა დიდთვალობა იყო იმ ზამთარს, გააებნა, არავინ არ დახვდა და ესე იგი დაღლილობისაგან და ყინვისა უგონოდ დაეცა და ცნობა დაკარგა. გონს როცა მოვიდა აღმოაჩინა რომ ვიღაცის ქოხშია და ეს ვიღაც აღმოჩნდა რუსი ბერი, განდეგილი, რომელიც თურმე მას უვლიდა და ბუნებით ბალახეულ წაბლებს, რომელსაც ის ფლობდა ხელოვნებას, კურნალობდა და განკურნა კიდეც. და არა მარტო განკურნა, აღმოჩნდა რომ ამ ბერს ჰქონდა წინასწარ მეტყველების ნიჭი, მოპოებული თავისი ასკეტური ცხოვრებით. დაუყავდიო ძალიან ბევრი სიარული მოგიხდებაო ამ მდგომარეობაში და ამასობაში მიყვებოდა მომავალ ისტორიას რუსული იმპერიის, როგორ იქნებოდა, ის როგორ გახდებოდა პირველი პირი, რას დაავალებდა. აი გუშინმე მოვისმინე სტალინის ლექსი. ვინ მართავდა მას? ძალიან თხოვთ მოიძიოთ და წაიკითხოთ. ის აღიარებს, რომ ის იყო ღმერთის მონა და მისნებას ასრულებდა. და ბევრი რამ ეხლა რა თქმიდა ეს ასე გამოწვლილი მოყვი ამ ადამიანს ჩვენ ადვილებს ქარები ვარ განკითხვაზე, მაგრამ ის რომ რამეს წაიკითხეთ უნდათ მისი ანდერძი, რომელიც დატოვა. ძალიან ხო, რა წერია იქ. ეს იყო ღვთისმოსავი ადამიანი, მე გელათში რო იყო გაგრიდან ჩამოვიდა, აქ ისვენება ხოლმე გაგრაში. დაიბარა არქიტექტორით და კითხა. აქ შეიძლება რომ გელათის კომპლექსი, რა თქმა უნდა, არ არის კომპლექსი, რადგან დაამახიჭე ცოტა მოშორებით, პატარა ორსართულიანი სახლი აშენდეს. იქ უნდა მას დარჩენა. მეორე სართულზე მე ვიქნები, პირველზე დაცვა. ან რასაფუძველია თქვენი საზრით, რატო გავრცელდა რომ იოსებ სტალინი, ნამდვილი სტალინი, ბერად აღიქვეცა და სოხუმის უდაბნოში განდეგილად მოღვაწეობდა და იქ აღესრულა, რომ მოკლულ იქნა მისი ორეული და ასე შემდეგ. ეს არის ბუნდოვანებით მოცული. მისი ანდერძი ასე იწყება. რა თქმა უნდა, დადგებათ რომ მე გარდავიცვლები. შენ საფლავზე უამრავ ნაგავს დაახვავებენ, მაგრამ დაბერავს ქარი თავებს და ნაგავს გადაყრის. ანუ გამოჩნდება სინამდვილეში ვინ იყო ეს ადამიანი და მისი საქმეები. მის მიმართ ეს კამპანია პირველისა სიძულვილის და შეურაცხყოფის გაავრცელეს სიონისტებმა. ეს იყო ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე, რომელმაც რუსეთის იმპერიაში დაამარცხა სიონიზმი და ტროცკის მხოლოდ. ყველა რევოლუციას რუსეთში ებრაელებმა მოახდინეს, ტროცკისტებმა. და ასე შემდეგ. და კაი ხანს ხელისუფლება ხელში ქონდა ჩაგდებული, ვიდრე იდიოტი ნიკიტა ხრუშჩოვი არ მოიყვანეს სათავეში. ვინ იყო ეს კაცი, მე აღარ ვიცი. ნიკოლოზ მეორის დროინდელი ვალები უხატა ამერიკაზე. მე პატარა ვიყავი ბავშვი, არასდროს დამამისხდება მისი მმართველობა. მისი კლანჭები ჩვენ შეგვეღო, რა თქმა უნდა. როგორი სანატრელი იყო პური, თან მე ვიყავი, მუშის შვილი, მეტალურგი იყო მამაჩემი, რუსავის მეტალურგი. ესე იგი, ხელფაც რომ ავინებდი, ორი კვირა მქონდა ზეიმი ბავშვებს, პატარები ვიყავით, რომ პური გვექნებოდა და რაღაც პატარა საჭმელი. და მე იწყებოდა ყინული დღეები, მთელი ორი კვირის განმავლობაში. პურის რიგები, ჩემი ასაკის ხალხს უფრო ასაკოვას ახსოვს თუ არა? რა საშინელება იყო. პური, შავი, სანატრელი იყო, მამაჩემი ხელს მოუჭერდა და ესე იგი, გაბრაზებული დაახეთქებდა, რას გვაჭნებენო. და ამ დროს პურის ქვეყანა იყო მათ შორის საქართველო. თავად რუსეთში, უკრაინაში. პურის ქვეყნებია. და შიშილობას განიცდიდა ხალხი. და მრავალიცა სხვა. ეხლა აღარ ვიტყვი რომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლების დასაწყისში, მაგალითად შეერთებული შტატების ხელისუფლების დაზვერვის პროექტში იყო რუსული იმპერიის დარღვევა, რაც მოხდა კიდეც და შემდეგ ესე იგი ყოველივე ის რაც ჩვენს თვალში აღესრულება. მთელი მსოფლიო მომართვა
რუსი თუ მე ვარ და თურმე იმედო ლაპარაკობ. ფაქტია. პირდაპირ ეს ვითომ თვითმარქვია პრეზიდენტი რა, ვერ დააჯერეს რომ აღარ არის პრეზიდენტი. ეხო მავნებლობა ისევ განაგზობს უარი საერთაშორისო დონეზე. ეს ამბობს რომ ჩვენ რუსეთი უნდა დავასუსტოთ. გახსოვთ მისი სიტყვები, ციტატა მომაქვს და რასაც იგივეს აგრძელებს. რუსოფობია არის მოდებული მთელს დედამიწაზე. მოგწოთ, არ მოგწოთ, მე ხედველობაში მაქვს თქვენი შეხედულებები და ფსევდოლიბერალებს, პირველ ყოვლისა წინასწარმეტყველთაც იქნები. რა როლი აქვს რუსეთს ღვთის წინაშე? მოგწონ თუ არა? პაისი ათონელი ვახსენე შესაძლოა თარგმნებად მისი დაუსტომელი. იცით მისი წინასწარმეტყველება, ბერძნებს რა უწინასწარმეტყველა. თურქები როგორ შევლენ ხმელთაშუა ზღვაში, როგორ შემოადგამენ ხომალდებს სანაპიროებს და უბრძანებს ერთი ტყვიაც არ გაისროლოთ, ისე მოვიგებთ ამობს და გაუკვირდათ როგორ ჩრდილოეთიდან შემოვლენ ხმელთაშუა ზღვაში როსები არიან რუსები. და ისინი გასცემენ პასუხს. თურქეთს გაანადგურებენ. ერთ მესამედს საერთოდ ამოწყვიტავენ, მესამედი გაიქცევა თავისი სიცოცხლის გადასარჩენად. ისტორიულ სამშობლოში, ცენტრალურ აზიაში, მესამედი გაქრისტიანდება. იბერიული კავკასიური მოდგმარი. ლაზები ანუ მეგრელები, რომელიც 10-დან 12 მილიონამდე არიან, გურჯები 3-დან 4 მილიონამდე, ჩერქეზები და აფხაზები, არა აფსუები, აფხაზები ქართველური მოდგმა არის, რომელიც მოხაჩიროდის დროს გადავიდნენ აფხაზეთიდან საქართველოს. ეს ძალები არის და ესე იგი რომლებიც გაქრისტიანდებიან. ბოლოს და ბოლოს მათი ფიზიკური გადარჩენის ერთადერთი საშუალება იქნება მიიღონ ქრისტიანული რწმენა. უარყონ მაჰმადიანო, რომელიც ძალით მოახვის, სულთმოფენობას ხსენება იყო, მაგრამ 10,000 აჭარელი მოწამე, რომელიც თურქებმა აწამეს და მარტო 10,000. ეკითხეთ მათი ყოფა ცხოვრება, დევნარო იყო, დღემოლა იყო და ღამე მოდელი იყო და ნათლავდა და ჯვარს წერდა და ჭაც რომ აცხობდნენ ქართულ ჭაც, ჯვარს ასვავდნენ მას. და ამ გზით მაინც ეს არის ეს იყო ამსარებლობა, გამოხატავდნენ თავიანჩინებთან რწმენას. ვიდრე საბოლოოდ არ გაამაჰმადიანეს, ნაწილი ამოხოცეს, ვინც დიდი წინააღმდეგობა გაუწია, ნაწილი საუკუნეთა განმავლობაში ესე იგი გაამაჰმადიანეს ძალით. მაგრამ ეს სამართლიანობა აღდგება უკანასკნელ შარს. კარგი, ძალიან შორს გავიტაცა სიტყვა, მაგრამ არ თუ უსაგებო, ვფიქრობ და არ თუ უსაგნო, მიუბრუნდეთ წმინდა მამის სწავლებას. ჩვენ არ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ მიმართულოთ, ვილოცოთ, განმისმინდოთ და არ გვიყვარდეს სამშობლო. ასეთი მიმართულებაც გაშთათვით სამბულოებათა შორის ზევიდან ირონიულად უყურებენ, რომ თურმე კონდეს ეროვნული გრძნობები, გიყვარდეს სამშობლო და შენი ერი ეს ყოფილა სამშვინველის დონე, ანუ დაბალი დონე. ამას ერთ-ერთი არქიმანდრიტი, მათი გურუა მასწავლებელი ამფრთისა, სამუდამოს ამფრთისა არცელებდა და პირში მყავდა ნამხილები. მამა გაბრიელს ყავს ჩემამდე პირში ნამხილები, ჯერ კიდევ სემინარის სტუდენტი ვიყავი. როგორ გონებას ან მომავალ მგდლებსო და აურიაგილებს ნაწილს. ქართველი არ არის წარმოშობით. გამგები გაიგებს. რა მნიშვნელობა ვინ არის? და არა მარტო ის არის. ჩვენ უნდა გვიყვარდეს უფალიც, სამშობლოც, ჩვენი ქართული მეობაც. პატრიარქმა ტყუილად მოდი მოგვიწოდა. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ანუ ეს პერიფრაზირება ილია მართლის სიტყვებისა, მამული ენა სარწმუნოება. ბასილიდიც უყვარდა ნეტავ სამშობლო, გრიგოლ ღვთისმეტყველს. მოციქულ პავლეს ასე მალ-მალ რომ ვახსენებ. მათას და ყველა წმინდანს უყვარდა თავიანთი სამშობლო. აი მაგალითად, ბასილი დიდის ეპისტოლეებში ჩანს, როგორ მისე რა ნახევრად წვალებელი იმპერატორს და სთხოვდა, რომ მისი სამშობლო არ დაეჩაგრა და სპილენძის გადასახადები 100 არ დაემძიმებინა. ეს იგი ხალხს ზრუნავდა, მათ სოციალურ ამაში გამოხატა სიყვარული. მერე წაიკითხეთ მის წიგნებში, როგორი გულის ტკივილი წერს თავის სამშობლოზე. გრიგოლ ღვთისმეტყველსაც ყარებია თურმე ზოგიერთების დაუჯერებლად. პავლე მოციქული, რომელიც წვერვალია მოციქულებისა, უპირველესი წმინდანია, მასაც ასე უყვარდა სამშობლო. ნახეთ რა სამყარო. თავად ღმერთს მიმართავს. დე მე შენი მოციქული ჯოჯოხეთში წარმგზავნე. ჩემი ერი ისრაელიანები აცხოვნე. ესე იგი როგორ უყვარდა საკუთარი ერის შვილები, რომ მზად ჯოჯოხეთში წასულიყო მათ ნაცვლად. ამაზე დიდი სიყვარული არ არსებობს. და როგორ ეხლა შენ მათზე მეტი სულიერება გაქვს პავლეზე, ბასილზე, გრიგოლზე და წმინდა მამებზე, რომ არ გიყვარს სამშობლო ზევიდან უყურებ
ზოგს დღეს ქართველებს ეზიცხებათ საქართველოს, რა მინდა საქართველოს გაჭრილ საქართველოს. მე ერთხელ ერთ ქადაგებაში მაგალითი მოვიყვანე. საქართველო არის ჩვენი დედა. ამაზეც ეცილებათ უკვე. ქართლის დედაზე და ასე შემდეგ შაირობენ. კეთილი. აი დედა გაგიხდა ავად. და შენ წასული ხარ იტალიაში. მაკარონი გიყვარდა და იმათ წახვედი. იუმორით რო თქვა. და შემოგითვალეს რომ დედა არის მძიმედ უკვე და ენატრები და ეთქოს დაბრუნებას. იცი რა არის ახლა რომ მე სამსახური დავტოვო, ვეღარ ვიშოვი, აძნელად ვიშოვი და ასე შემდეგ. თქვენ მოუარეთ და რო ჩამოვალ პატივს გცემთ. ან დედმამიშვილებს ეუბნება გარდა იმისა, მეზობლებს ეუბნება ის გასრამეს. სულად უსხოხავთ. რომ თქვენ მოუარეთ და რაც დარჩება, რომ გარდაიცვლება, უკვე გამოუტანა განაჩენი, სახლი, კარი, ყველაფერი თქვენი იყოს და სინამდვილეში როცა დედა გდება, პირველი დღიდან იწყება არა იმაზე ზრუნვა, რომ ილოცოთ მისი სულისთვის და ასე შემდეგ, სად მიაბარო მიწა, არამედ იმაზე, რომ ვის დარჩება სახლი, სოფელში ნაკვეთი, იქაც თუ სახლია და ასე შემდეგ. ფიგაროს ეს, ესეთი ხალხია. ამებზე ისინი ზრუნავენ, რა თქმა უნდა. როგორც ქართლში თქვენ ხოლმე ქართველი ვარ, თან არ წაიღონ საფლავში და რაიმე, ვის რა წაუღია რომ მაგაც წაიღო, ან რაში გამოადგებათ იქ, ესეც საკითხავია. ისე რომ სამშობლო დიახაც უნდა გვიყვარდეს. გავაგზავნოთ წმინდა გრიგოლ პალამასთან. მას უბიწუება, როგორც ვთქვით, სიმართლის მინდევრობა და თამდავლობა, რომელსაც ჩვენ ვიცავ და ვიფიქრთ ის ცნებათა გულისთვის, ასევე ბოროტებათა ნებისმიერი სახის დათმენა ჩვენში რწმენას განამტკიცებს. საკუთარი სიკეთეების სხვებისთვის მიწვნა, ასევე სხეულის გადაცემა ბოროტ გვემულობებისათვის მარხვისა და ფხიზლობის გზით და საერთოდაც საკუთარი თავის ჯვარცმა, საკუთარი ვნებებითა და გულისწყმებით იმისი მტკიცებულებაა სწორედ რომ ჭეშმარიტად გწამს ქრისტეს აღნათქვებთან. ეს თუ კი შეიძლება ამგვარად გამოვთქვათ, ღმერთს ჩვენს მოვალეს ხდის და ავალდებულებს მას მოგვაგოს საუკუნო და უხრწნელი ცხოვრებითა და საზრდელით და დიდებით მისი საწვრთნელს. ესე იგი ის რომ ჩვენ ასე თავშეკავებით წმინდა ცხოვრება ღმერთს ვალდებულს ხდის რომ ჩვენ მოგვაგოს თავისი აღქმე პირველი საზრდელს გულისხმობ ყველა თავისი სიკეთით აი ამბობს რომ უხრწნელი ცხოვრება ეს გასაგები და საზრდელი ძველ ქართულად საჭმელია. ამავე ქადაგებებში ბულგარულად ესე იგი დაბიურად თქვა საჭმელი ცოტა უცუდად ხდება ამიტომ ძველ ქართულად ჩავწერეს თარგმანში საზრდელი. რა შეიძლება იყოს საზრდელი ანუ ჩვენებურად საჭმელი სასუფეველში. რადგან პავლე მოციქულეობს იქ საჭმელი სასმელი არ არის. რა თქმა უნდა მიწიერი საჭმელი სასმელი არ არის, მაგრამ იქ არის ნეტარება და სიხარული. აი ეს არის სულიერი და არის ნათელი ქრისტესი, რომელიც ასაზრდოებს ადამიანს. როგორც წმინდა მამამბიკო ასწავლია, ქრისტეს ღვთაებრივი პირისახის განჭვრეტა, რომელიც სასუფეველში არის დაუღამებელი მზე, არის ნეტარების წყარო არა მარტო წმინდანებისთვის, არამედ თვით ანგელოზებისთვის. აი ეს არის მისი ნათელი, რომელიც მისგან გამოკრთება მორწმუნეებზე და თვითონი იმდენად და იმას აღიქვამს, რა სიწმინდესაც მიაღწია, იმიტომ ცხადასი არსებობს როგორც წმინდანების ესე ანგელოზების, შეიტყობენ ამ ნათელს. ამ ნათელზე სწავლების ერთ-ერთი დიდი დამცველი იყო როგორც შესავალში თქვი, თავად გრიგოლ პალამა. თუ კი ჩვენ ნამდვილად ვენდობით ღმერთს, მაშინ ეს გვანიჭებს დაცვას ხორცელ, აი თურმე რაც გვანიჭებს, რომ არა მარტო გწამს, არამედ ნდობალვას მისი, რომ აი მაგალითად, როცა განსაცდელში ვარდებით, მინდობილი ვართ ღმერთს. სასუება გვაქვს. ღმერთის დაშვების გარეშე და ნების არაფერი არ ხდება. რა კი ღმერთმა დაუშვა, რომ დაავადე, ჯერ ერთი ეს არის გამოძახილი ჩემი პირადი ცოდვებისა, მეორეს მხრივ ეს არის წამლობის საშუალება. რადგან როგორც იოანე ღვთისმეტყველის პირით ამბობს უფალი სული წმინდის მადლით, მე ვინც მიყვარ, იმას გვემა და განვაგდებ ჩემგან. ეს არის ავადმყოფობა და განსასწრებელი, გვემა უფლის მიშვებით, რომელსაც საბოლოოდ მოაქვს ადამიანისთვის განწმენდა სინანულის გზით. ნუ მაღლოენ კაცო მოგმართავს უფალი და რომ არ ამაღლდე, თხლე შენს თავზე, ანუ განსასწრებელი და ავადმყოფობა არ დაილევა. აი ამიტომ თუ ჩვენ ეს სწორად გესმით და რაგი უკვე გვესმის 1000 მადლობა ღმერთს თვით ავადმყოფობებისთვის განსასწრებით. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას რომ გაღებული ლომის ხახაში თავი შეყო და თავად ვეძებოთ განსასწრებელი, მაგრამ თუ ღმერთი დაუშვებს
და ღრმად წამსვლელ სამყაროს შემოქმედის ნებისა და დაშვების გარეშე არაფერია, თავი მოუდრიგო, აი წმინდა მამები სწორედ ასე გვასწავლენ, როგორ გადავითანოთ განსაცდელები. თავი დაუხარო და მაგალითი მოყავს ერთ-ერთ ათონელ ღმერთშემოსილ მამას. მაგალითად ქარიშალი თუ ატყდება ლელქაში, თუ თავს არ მოუხრისო, გადაწყდებაო. მოდი ჩვენს თავი მოუხაროთ განსაცდელებს, რადგან როცა გადაივლის, გავსორდეთ ისევ. აი ჩინებული შედარებაა, ძალიან მარტივი და თვალსაჩინო. მაშინ ჩვენ ნამდვილად ვენდობით ღმერთს, მაშინ ეს გვანიჭებს დაცვას ხორციელო ნებათაგან და ხაფანგებისაგან, რომელთა ჩვენს გზაზე საყვარისულები გვიგებენ. ალბათ ზოგიერთის გონებაში იფეთქა მოგონებამ ანტონი დიდის ცხოვრებიდან რა კი ხაფანგები ვახსენებ. ჩემდა თავად ეს ასე მოხდა მაშინაც როცა და ახლა როცა მოგახსენებთ. ერთხელ ანტონი დიდმა ლოცვაში ღმერთს თხოვა ეჩვენებინა რა ძალები ებრძვიან ბერს და რა ძალები იცავენ მას. და ის ბერებზე თქვა ეს ისმის მორწმუნე ერისკაცებზე, თუმცა ისეთი ბრძოლები ჩვენ არ აქვს როგორც განდეგილ მამებს და მოწყენილობის, აპარტაუნების, ხიბლიანობის და სხვადასხვა. იმიტომ რომ ხშირად ეჩვენებიან ეშმაკები არა მარტო მზაგვარის სახით, არამედ ნამდვილი იერითაც და სხვადასხვა. მოკლედ ითხოვა ღვთისაგან და ითხოვდა რა წმინდანი ღმერთმა გამოცხადებით აჩვენა. უდაბნო, რომელიც უამრავი ხაფანგით იყო დაფარული. და შეძრწმუნდა ანტონი დიდი. ნუ თუ ყველა ეს საცდურები და ხაფანგები ელოდებაო, ბერმონასოც და მიწაზე. და ღმერთო ეჩვენებინა რა ძალები იცავდა ყველა ამ საშინელებისაგან. და ღმერთმა აჩვენა აურაცხელი დასი და დასი გუნდი და გუნდი ანგელოზების და ხმა იყო ზეცი, რომ იმასე მეტი იცავდა ბერს, ვიდრე ებრძოდა ეშმაკი. და მადლობა შესწირა ანტონი. ისე რომ ჩვენს გარდა ჩვენი პირადი ანგელოზებისა, რომელიც ღმერთმა ნათლის ღების შამს დაგვიდგინა, გვიცავენ სხვა ანგელოზებიც. თქვენ იცით, ანგელოზთა ბუნება როგორია, მათი ასე თქვა დავალება ღვთისაგან როგორია, თვითონს თავისი ნიჭივისა, თავისი დავალება, რადგან ისინი არიან საყურისულების შორის ღვთისა და შორის ადამიანისა. აი ერთი ანგელოზები ღვთის სიტყვის ქადაგების ნიშს აძლევენ, სხვები კურნების, ვის მახარებლობის და ასე შემდეგ. და ყველა ეს ნიჭები, როდესაც ანგელოზებს აძლევს და წმინდანებს, ერთ რამეს ემსახურება. ადამიანების მოქცევას, სტომილებიდან ჭეშმარიტების ხონების ასეთ აღენებას. ესე იგი, როგორ პატივს მიაგებს ღმერთი ადამიანს, რომ ამსახურებს მთელ ზეციურ ძალებს, მათ შორის მთავარ ანგელოზებს, მიქაელსა და გაბრიელს, უპირველეს ანგელოზებს და 900 წმინდანებს. ის მათი სახით თავად უფალი ემსახურება მათ. ესე როგორი თავმდაბალია, არა მარტო აქ მოვიდა ხორში მიიღო მონისტრიული ბუნება და გვემსახურა და მორჩილი იყო ზეციური მამისა ამ განგებულებაში ვიდრე სიკვდილამდე, როგორც მოციქული პავლე ამბობს, არამედ დღემდის ემსახურება ჩვენი გადარჩენის საშუალებას. ყველა ეს ანგელოზი, ყველა ეს წმინდანი მისნებას აღასრულებს. მისი მადლით სარგებლობენ ამ საქმეში. მისი ნათლით არიან განათებული. როგორც დიონისე არიოპაგელი ამბობს, ანგელოზთათვის სულიერი საზრდო წერალო ვახსენეთ, არის ის ნათელი, რომელსაც სული წმინდა ღმერთისაგან იღებენ ისინი. ეს ნათელი, ეს მადლი ქრისტემ მოგვიპოვა. მამამ წარმოგზავნა, თუმცა როცა მამამ წარმოგზავნა, გულისხმობ იპოსტასურად მამამ აღლა დგას ძეზე და სული წმინდა თორე მამაძე და სული წმინდა სხვა მხრივ ყველა მხრივ არის თანაარსი. ზე მორჩილება ხო ვიდრე სიკვდილამდე და სული წმინდა მოგვიპოვა დაკარგული მადლი, რომელიც ერთმესამეც დაცემულ ზეციმძალებს წაყვარა, წარმოსწყვევნა, როგორც ფსალმში იყო ათეული საუკუნეებთან და წინასწარმეტყველება და ესე იგი ლაგამი ამოსტო სიკვდილს და ეს მადლი სულთმოფენობის სახით დაგვაბრქვია ახალნერ ქრისტეს ეკლესიას. და დღეინდელად დღეში პირუყოვლისა განახლება მადლის და გამრავლება ხდება ემბაში ნათლობისა, მერმე და მერმე სხვა საეკლესიო საიდუმლოებში, თუ ჯერ უნდა ცხოვრობ ქრისტიანულად თავშეკავებით და ერთიანად სულ ერთიანად ღვთისმოსავ ეკლესიურ ცხოვრებაში. და ეს სრულყოფილება ადამიანის და მადლით გამდიდრება არ თავდება სიკვდილით. ის გრძელდება საუკუნო თუ კუნისამდე. აი მაგალითად ბასილი ჩვენ გახსენებული გრიგოლ ღვთისმეტყველო, გრიგოლ პალამა, პავლე მოციქული.
უდიდესი სიწმინდით გავიდნენ ამ სოფლიდან. სიცოცხლეშივე უდიდეს სიწმინდეს ატარებდნენ. მაგალითად ბასილი დიდი ხორციელი სახით ხედავდა სულიწმინდის გარდამოსვლას ევქარისტიის კანონში წინადაგების სხვენზე. და მრავალიცას აღარ მოყვებით, მაგალითად პავლეს სიცოცხლეში იყო ატაცებული და მრავალიცას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ მადლით შევიდნენ ზეციურ სასწაულში, ეს მადლი შენარჩუნდება მათზე ამგვარად. საუკუნო თუკუნისამდე გაგრძელდება მათი მადლით გამდიდრება. ღმერთმა ადამიანში ჩადოს სრულყოფილების უნარი და სრულყოფილება ადამიანში ხდება სულიწმინდის მადლით, რომელიც მამის სულია, მამის ძალია, მისი სულის ძალია და ქრისტეს უნებებით მოგვეპოვა ჩვენ. ამ ყოვლადწმინდა სამებისგან გამდიდრება ამ ნათლით, სიხარულით, შესაბამისად და ნეტარებით დაუსრულებად გრძელდება უკუნითიკურისამდე. და ისეთი მადლია, რომ აკი გითხარი, საგვარელო თვით პავლემ ვერ გამოთქვა რა არის ეს. რაოდენ ჭერმეტყველი და განათლებულიც არის, როგორც საერო, ესე საეკლესიო თვალსაზრისით. ესე იგი რა გვაქვს აღთქმული? ადამიანის შეზღუდულ გონებას ამისი წარმოდგენაც კი არ ძალობს. მაგრამ როგორც პეტრეს და ძმებს ზებედესებს შეეხო ეს ნათელი და მადლი თაბორის თაზე ფერიცვალებას გულისხმობ და ჩავარდნენ ნეტარებაში, თავდავიწყებაში და როგორც ნათქვამია იოანე მახარებელი და არც კი იცოდნენ რათა მომდენ ერთი მათგანი სამაცგანის და თავად იოანე მახარებელი იყო. აი ახლა წარმოიდგინეთ რაღაც ნაპერწკალი შეეხო მადლის და მწვერვალი მოციქულები თავდავიწყებაში და ნეტარებაში ჩააგდო. რა მადლი აქვთ იმათ, ვინც უკვე სასუფეველშია და ეს მადლი მადლზე მატულობს დაუსრულებლად წარმოდგენაც კი გვიჭირს ადამიანებს. ამ რისთვის ავართ მოწოდებული და ჭაობში ვღაფავთ სულს, სოდვებისა და არარაობისა. ასევე ღვთისადმი ნდობა აგრძელებს წმინდა მამა გვიცავს ვნებიანი ადამიანებისაგან, რომელთაც ჩვენი ჩათრევა სურთ ვნების წარსაწმედელში. და ასეთი ადამიანები ხო დღეს გამოსული არიან ამ სოფლად. ყოველ ნაბიჯზე, ესე იგი ჩაცმულობა, გამომეტყველება, ტატუირებას და სხვა გულისხმობ, პირსინგებს და ათასი სისაძაგლეები, მთელი სიმყრალი არც ხელზე გამოტანილი, მთელი სიბინძურე გადაჭარბების გარეშე ვამბობ. ამიტომაც ამბობს მამა გაბრიელი და არა მარტო ის, რომ ბოლო დროის მორწმუნეებს ჩაცმულობით იცნობენ, რომ შიშველი, ტიტველი, ივრიან უღმერთოები და ვინც შემოსილი იქნება ის ღვთისმოსავი ქრისტიანი იქნება. ამიტომ ასეთებისგან, ანუ უმრავლესობისგან ამგვარებს დევნა ექნებათ. ეხლა პირველ ყოვლისა როგორ ამკობენ, გოიმი, ჩამორჩენილი, არაპროგრესული და აქ ამათაც პატიმოყარეობა იზოლებული არიან, თუმცა შინაგანად შეიძლება არც ეთანხმებოდნენ, რომ მათსავით იცმებდეს ვერ ვამოფიხდიდნენ რა და იხატებოდნენ. თუმცა შინაგანად შეიძლება არ ჭიროდნენ. და კიდე იმდენი სიმბიძურის მოტანა შემილია, რომ სირცხვილია ტაძარში ამაზე, რომ მე ისეთ რასმევ და არა მარტო მე ვუძლები ისეთ რასმევ ისმეთ აღსარებაში, რასაც არსად არ აჩვენებენ. არუს პავლე მოციქული იტყოდა ჯოჯოხეთის ფსკერამდე ჩასული ადამიანების მონათხრობებს. ღაღადის ასე ვთქვათ. აი ადამიანი არის გასაოცარი რამ არსება. მასში არის 64 ენითა უწერელი და იმავ დროს ამ ადამიანში ჩამოდგება ხოლმე პირდაღებული ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი. და ღირსება რა არის ადამიანში? როგორ არჩევანს გააკეთებს? ამჯობინებს 64-ს თუ უპირატესობას მისცემს ჯოჯოხეთს. დიახ, ჩვენ შორის ზავზე ბევრია სამწუხაროდ, ვინც ჯოჯოხეთს ირჩევენ. და იქამდე არიან სიგიჟეში მისვლის, უკვე სულიერი დაბადება, სიგიჟეში მისული, პლასტიურ ოპერაციებს იკეთებენ, მაგალითად ეშმაკივით რქები რომ გაიკეთონ და ამბობენ, რომ ის არის ეშმაკის ერთ-ერთი ანგელოზი. ზოგი ძაღლივით იკეთებს საკითხს პლასტიური ოპერაცია 4 დადის და ყებს. და მაგალითად ერთმა თუ ორმა დასინა და დედამ ეს გერმანიაში მოვიდა, უჩივლა და გაამტყლეს ისინი, ვინც ამბობდნენ გაზ გეყარ, შესაძლოა ადამიანად გაშლი და ძაღლებით იყეთებდნენ. დედამ ესე გამოდის და დედა ამართლებს, დედამ უჩივლა და გაიმარჯვა სასამართლოში. აი როგორი იდიოტური კანონები, ანტიღვთიური შემოდის პარლამენტის და სხვა საკანონმდებლო ორგანოების გზით. თუ მოგიყევით რა კი გერმანია ვახსენეს დი მაგალითიც, რომ ერთ-ერთ ბაღში
სხვა ოთახებთან ერთად გამოყვეს ერთ-ერთი ოთახი ონანიზმისთვის. ბავშვებმა რომ გააკეთონ ონანიზმი. ხელი დაცემას რომ მიხონ ხელი. გესმით თქვენ? უჩივლეს და კარდინალმა იჩიმა რომ გაიგო იქავენ საბედნიეროდ ესე იგი იზოლებული გახდნენ რომ გაეუქმებინათ ეს ოთახი. თუმცა თავიანთ გადაწყვეტილებაზე დარჩნენ ისე რომ ეს აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის, ფიზიოლოგიური განვითარებისთვის და თუგნებად სულიერ ფსიქიური. ალბათ არიან მეტი რა გითხრათ. ადამიანების საგზომი ნაწილი არიან სულიერად დაავადებული, ფსიქიურად, უბრალოდ არ იციან თვითონ. აი თუნდაც რუსთაველზე ეს თვეები რაც ხდება, ყველაზე არ ვეთქვა, მაგრამ საგზომი ნაწილი არიან ფსიქიურად დაავადებულები. შეპრობილები არიან, წივიან, კივიან, იგენები, პირველ რიგში ხალები ყავს ხედულობაში. ამაზე გითხოვს და ღმერთმა შეიწყალოს აღარაც ვიტყვი. და ვერ ისვენებენ, ვიდრე დასავლელი თავიანთი ბოსების საწადელს არ მიაღწევენ საქართველოში. იცით რა მომენტია საქართველოს ხორებაში? წმინდა მამები რო ამ წინასწარმეტყველებენ, მაგალითად საქართველოზე, როდესაც ლავრენტი ჩერნიგოვი და არა მარტო ისინი. ბოლო ჟამს ციტატა მომაქვს, ღვთისმშობლის წილხვეც საქართველოშიც იქნება ხანმოკლე ბრძოლა ანტიქრისტეს ხელისუფლებისაგან. მაგრამ როგორც ესეთი წარმატება საბოლოოდ ვერ მიაღწევს. იქნება ბრძოლები, ყევები, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებას ვერ მიაღწევს. რატომ კითხეს მონაზრება? იმიტომ ამ ხარეს ღვთისმშობელი მარიამი იცავს. აი ამ პროცესში ვარ. გაიმარჯვებს ბოროტება თუ გაიმარჯვებს სიკეთე საქართველოში. ეხლა ყველაფერი ცისქვეჭეთში შეფარდებითი, ეხლა ზოგიერთი მეტყვიან, როგორ ამ ხელისუფლებასთან არის სიკეთე, არის სიკეთეც და არის შეცდომებიც, რაც მე მიმხილები აკადემიაში ინტერნეტში დავდია და 1000 აი ბოლო კადაგერ მაგალითად უკვე თითქმის 12000 ადამიანმა ერთ კვირაში მოისმინა. ასე რატომ? ბევრი ისმის ამას. მათ შორის ხელისუფლებაც კორუფციისაგან უნდა განიწმინდოს, განათლების სისტემაში რომ მოხდეს ცვლილებები და თუ გულში უსმენდი და გულში გამეღება. რადგან ვსაუბრობ, ნელ-ნელა ისინი იმას ასწორებენ და რა თქმა უნდა მარტო მე ხوار ვსაუბრობ, პირველ ყოვლისა პატრიარქი ხავს ხედველობაში, საუბრობ და ჩვენი არის ჯანმრთელი ნაწილი, რომელიც მოუწოდებს განათლების ეს დასავლური სისტემა პირდაპირ უპავს ახალგაზრდას და უსმენს მომავალს, ბრძოლა ნარკომანიასთან და ბრძოლა ყველა მსგავსობასთან, რაც ხდება დღეს საქართველოში, რა თქმა უნდა დასავლეთის დაფინანსებით და შეგულიანებით. ეხლა აღარ მინდა მოვიყვანო, ესე იგი რასაც ჩვენთან მიუღებად თვლიან. მათთან ეს მისაღებია და უფრო მკაცრადაც სრულდება. რატომ შეიძლება იქ და რატომ არ შეიძლება აქ? გამოასწოროთ საქმე. საკითხავი აი, იმიტომ რომ ჩვენ უნდათ რომ ვიყოთ უფლებო ბონები. რაზეც ჩავძახებთ, ის არ მოძახოთ. ჩვენ ამას არ ვაპირებთ. შენზე დიდი დამხრობლები მყოლია ქართველს. არაბებიც, მონღოლებიც, თურქებიც და რუსებიც. აქამდე მოვიტანეთ ჩემი ქართული მეობა, მამულიც მეტნაკლებად ენა და სარწმუნოება და მომავალშიც ამას ვაპირებ. უწინ მე არ ვიყო, მე მარტო ჩემ თავზე არ ვიყო, ყოველ ჭეშმარიტი ქართველი სახელით უწინ მე არ ვიყო, ვიდრე საქართველო დაიღუპოს და ჩვენი ქართული მეობა. ედვინა მაშინ სიცოცხლე. ჟობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი. ჩვენში იმდეს იზამენ, რომ აი ჩვენს წინაპრებს გააღვიძებენ რა, იმათ სულს გააღვიძებენ. ამას ნამდვილად მიიღებენ. ფილმი რო ერთი კომედია, შემაგინოს და ვესვიო. იმდეს გვაგინებენ, რომ ბოლოს ვესვით მაგათ რა. და ბოსტანს იქით გადაუწევთ. ბოსტანში ევროპა მხედველობაში. არა, მამას არ უნდა ამბობდეს. და რატო? მე ვიყავს წინაპარი სასულიერო პირები, מחვილით ხელში იბრძოდნენ ჩამოთვლილ მტრებთან. რა შეესმეგანა? თუ საჭირო გახდება, ამასაც გავაკეთებთ. არა გონია იქამდე საქმე მივიდეს. გარდა მაგისა, სულით და სოლხედელთ არიან ლაჩრები. ბევრი რამ შემიძლია დავასახელო. ლაჩრები არიან. სიკვდილის ეშინია. ჩვენ ვახტანგ გორგასალმა ანდერძად დავიდო ქრისტესთვის სიკვდილს ეშინდიტო. მე როცა ვამბობ სამშობლოსთვის ვიბრძოლოთ, მე ნიშნავს რომ ჩემი ქართული მეუღლე პირველ ყოვლისა ქრისტიანობაზეა დაფუძნებული, მართლმსაჯულობაზე. რა თქმა უნდა ჩვენ ამას გავაკეთებთ.
ათონის თაზე იბერთა მონასტერში. ჩვენს მონასტერში ბერძნებმა საგულდაგულოდ წაშალეს ქართული წარწერა, რომელიც მოგვიწოდებს ქართველებს მართლმადიდებლობის ერთგულიდან ბიჭი არ წავდგათ იქით. ეხლა ახალ ჭირზეც მინდა მოგახსენოთ, შედარებით ახალ ჭირზე. გამოჩნდა ვინმე ერთ-ერთი ადამიანი თქვენ შორის არის, რამდენიმე დღის წინ იყო ჩემთან. ვინმე ნიკა ლეკიშვილი, რომელიც გულსმოდგინედ ამტკიცებს, უფლისიხი არის იერუსალიმი ნამდვილი, საქართველოა ისრაელი. და როცა ისინი მოვლენ იურიები, რომ აქ თქვენ უნდა თქვათ, რომ ჩვენ ებრაელები ვართ, თუ არ იტყვით, საქართველო აღარ იქნება. ანუ რას აკეთებს ფაქტიურად? რომელსაც ზედსახელად დაერქვა ენუქი ვინ არის თქვენ იცით და რატომ დაერქვა ნაკლებად მივხვდები და კერძო საუბრებში ისიც უთქვამს რომ მომავალი მესიაა. სინამდვილეში რა არის? ეს არის პირდაპირი გაგებით გავლენის აგენტი. ქართველობა უნდა დააჯეროს, რომ ეს არის ისრაელი ნამდვილი, იერუსალიმია, ებრაელები რომ 10 მილიონი არიან, უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში. და ჩვენ უნდა გვიხაროდეს ეს. და ჩვენც ებრაელები ვართ. ხედავთ რა გავლენებს აქცევენ ამჯერად და ამ გზით. დაახლოებით 10 დღის წინ ერთ-ერთმა მაღალმა ისრაელის ხელისუფლების თანამდებობის პირმა სიამაყითა და თვითკმაყოფილებით განაცხადა 10,000-მა ებრაელმა უკვე იყიდა სახლი საქართველოში. მარტო სახლებს არ ყიდულობენ, ვიწებს ყიდულობენ. ეს ზილისგო და ქართველი რომ გამოიმშვენეთავს თვალებს, იქ უკვე გვიან იქნება. ჩვენ ვიზახთ აფხაზეთი როგორ დააკარგეთ, სამაჩაბლო როგორ დაკარგეთ, ქართული სული დაიკარგა და იმიტომ დაკარგეთ. და მერე დაიკარგა მიწები. აქაც ეს ხდება. ქართული სული იკარგება, აბიაბროებულია საქართველოში, მერე დაიკარგა სულიად დანარჩენი საქართველოს. თუ გაინტერესებთ. ესე იგი ნოეს კიდობანი რომ ქვია ჯერს სახელდებაც ამ გადაცემის შოუსი საინტერესოა. ეხლა ამჯერად არ მოყვები, იქ იყო მიწვეული თურმე ეს ადამიანი, ცლად ისაუბრეს და ამის გაშვებას აპირებდნენ. ანუ გავლენის მოხდენას ქართველებს და აი ქართველების ნაწილი როგორ არის? ორი მერხები ახლა და სულ ერთია ქართველები თავარია კარგად იცხოვროს. გაიხარდება ეს ებრაელები ფლობენ დედამიწის კაპიტალის უდიდეს უმეტესობას. აქ განუსაზღვრელი ძალაუფლება. ყველა ეს მოვლენები, ომები დაწყებული და სოციალური გაჭირვება მათგან არის მართული ყველაფერი და მათი პულებით. მათ შორის ვატიკანიც არის ჩართული და არანაირი ეს რელიგიური დაწესებულება, ეს არის წმინდა პოლიტიკური დაწესებულება და სახელმწიფო და სხვადასხვა რომლის პაპი არის პოლიტიკური, ის ჩვენთვის არის წვალებელი, არც მეტი არც ნაკლები. ეგ იქნება, სხვა იქნება, ვინც წავიდა, ვინც მოვიდა, არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა, წვალებლები არიან ისინი და არიან პოლიტიკური ფიგურები, მოთამაშეები ამ სიონისტურ ველზე, ბრძოლისა. ხო და ერთ აი ამ ადამიანმა რომ ჩვენთან იყო შეეწინააღმდება იმ გადაცემის მეშვიდე რასაკეთებ თქვენ ვიცით თუ რა ვინ არის ეს რა და რასაკეთებს სინამდვილეში. ნუ თავი შეიკავეს, მაგრამ ნახე როგორ ფინანსდება. წავიდა და ამ ადამიანმა 9 საათიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო და აჭარის ტელევიზიით უჩვენა. ანუ ყველამ ნახა. 9 მილიონიანი მოსმენა ჰქონდა. აქედან მერყევი ქართველების ერთ ნაწილი რა ნიშნულობა აქვს ებრაელებს და ქართველებს, უფრო კარგიც არის, ეს ძლიერები არიან პოლიტიკურად, ფული აქვს და ასე შემდეგ. საამური ცხოვრება იქ მეტი ამათ ხარ, ამათ არც საშუალო არსებობს, არც ენა არსებობს და არც საწურება ხო და აბუჩად იქნება. ხედავთ როგორი გავლენა, საიდან არ აქვს ბრძოლები. აი როგორც ქართული ანდაზამო, საით გავიქეცი, იქ წავიქეცი. ყველა მიმართულებით ბრძოლა გვაქვს. დაწყებული იმით, რომ ომში უნდა ჩავერთოთ რუსეთთან, დაახლოებით ასე დასუსტებული და არაფრის მქონე საქართველო, ანუ ესე იგი ფინია უნდა გავიდეს დათან საბრძოლველად. თუ ჩვენ მოვწდიახაც ჩვენთანაც იტყვია, ბოლო ქართველამდე ვიბრძოლ, ბოლო უკრაინელამდე ვიბრძოლ. იმას კი არის რომ პატრიოტული მოწოდება, იმას ის რომ დედას კიტირებ ყველა უკრაინელს ამოწყვეტად. ურიებს აქვთ გეგმაში ესდებს ოფიციალურად ინტერნეტში იხილეთ ვინმე იგორ ბერკუტია გეგმა აქვს, რომ უკრაინის ადგილას უნდა შეიქმნეს სახელმწიფო ახალი იერუსალიმის სახელით. საქართველოსაც უკვე თვალი უჭირავთ და ხელი აქვს დადებული. ჩვენგან განსხვავებით, ჩვენ რომ გავბივართ ერთმანეთს ჭამთ აქ, ისინი უკვე კარგად იწყებენ დამკვიდრებას საქართველოში. ერთ დღესაც გამოვიხიცეთ და ვიტყვით ისე როგორც აფხაზეთსებამ როგორ დაიკარგა საქართველო. ჩვენს გამო დაიკარგა. ჩვენი დაუდევრობის სიზარმაცის ჩაქარცეობის გამო დაიკარგა, არც მეტი არც ნაკლები. ილია მართალმა ეს საქმე შექმნა თავის თანამედროვე დამხაკებულ ქართველებზე კი არ ლაპარაკობდა ხოლმე ყველა იმაზე, ვინც მართა როგორებიც ვართ სამწუხაროდ ჩვენგან საგრძნობი ნაწილი.
თუ კი ასია მამა ჩემს ისინა ზოგიერთმა სულში თუ ასე ძლიერები არიან თუ ამდენი შესაძლებლობები აქვს თუ აღვირი ხელში მათ უკვე აქვს სოფლიო და ადგილობრივი მოვლენების რა გალაპარაკეთ სიცოცხლის ბოლო წუთამდე უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ჭეშმარიტი გადარჩენილი მაცხოვნებელი რწმენისთვის ჩვენი მამულისთვის სულ ცოტა ჩვენი წინაპრების საფლავები რომ არის და ჩვენი ენისთვის რომელიც სასე ღრმა არის თუ გაინტერესებს თუ შეულის პატრონი დღეში ფანტაზი გარბოდა უცხოეთში გარბიან სამური ცხოვრებისთვის და ამ უნიკალურ მიწას საქართველოს უმდირონს აქტუალებული არიან თავად უცხოელები ტოვებენ და ხელში უგდებენ მათ ვის აღარა რა თქმა უნდა გულსატკეპია ეხლა ზოგიერთი იყიან და ამობს რა შუაშია გრიგოლ პალამა და საქართველო შუაშია გრიგოლ პალამას თქვენ წარმოიდგინეთ უყვარდა სამშობლო ელადა თავისი სამშობლო და მას თუ უყვარდა თავისი სამშობლო ჩვენ რატომ არ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქრისტიანული საქართველო რომელიც დღეს აი უკვე რო გითხრათ სიმსივნეა გარკვეულ უბნებში და მეტასტაზები აქვს დაწყებული და არის საშიშროება მთლიანად სხეული მოიცოს ამ საბოლოოდ მოხდეს არაფერია ყველა ასეთის ისეთის მათ შორის ასეთი ქართველი და ისეთი ქართველი გვინდა არ გვინდა წამს არ წამ ასია თუ ისია წარდები და მერეთის წინაშე და პასუხს მივცემთ ჩვენი საქციელისთვის როგორც წმინდა მამა გაბრიელი ამბობდა ვის ტაძარში დგევართ სადაც ადამიანი იბადება სული წმინდის მადლი იქ გადმოდის მასზე ამასაც მოგკითხავს კარგით გავაგზავნოთ წმინდა გრიგოლ პალამას ამონარიდიდან ესე იგი ღმერთისადმი მინდობა გვიცავს უხილსი ადამიანებისაგანაც გახსნილი ადამიანებისაგან ეს გახსნება ჩვენც არ გადაგვედოს ამიტომაც ჩვენი საერთო დედა ეკლესია ქრისტესი ქებით გვამცნობს და პატივს მიაგებს იმას სახელებს ვინც გაბწყინდნენ რა ღვთისმოსაობითა და სათნოებით გადმოცეს ღვთიური დოგმატები დამტკიცებული ყოველ უწმინდესი კრებების მიერ მათ შორის გრიგოლ პალამა იგულისხმება ხოლო მათ ვინც უპატიობას შეუდგნენ და არაწმინდა მამების სწავლებას ანუ ეკლესიის და ასევე მათ მზაკარ სწავლებად წმინდა ეკლესია ყველას გასაგონად უარყოფს თუნდაც გრიგოლ პალამას თანამედროვე წვალებელს ვარლაამს და ვარლაამიტებს ამიტომ ჩვენს უნდა განვუდგეთ ყოველგვარ ცდომილებას და ჩვენს მართლმადიდებელ მამებს უნდა მივხვდეთ აქ ერთი რამე გონებაში გამკრა ძალიან არის გატაცებული ბრევლის ერთი ნაწილი ჰოროსკოპებით მრავალფერი კითხავები გამოდიან აქაური თუ იმპორტული და საუბრობენ ესე იგი მომავალზე არა თუ უბრალოდ ზოგადად მომავალზე შენს კონკრეტულ ქვეყნის ასე შემდეგ არამედ რა უნდა მოიქცე რა საგნები არ უნდა გქონდეს ახში რა საგნები უნდა რას უნდა და რას აკომპლექსებენ ათაყვანებენ ადამიანს მოკლედ ჯერ ეს სიცოცხლეა თავიდან ბოლომდე ეხლა ზოგი რამ რო ხდება ხოლმე რატო იცით ეს მაგ ზოგი რამ იცის და ბევრი განსაცდელი მათი ხელით სრულდება თუმცა ღმერთი უშვის რა კი ანტონი დიდი ვახსენს აი ანტონი დიდ ცხოვრებიდან მოვიგონე ერთხელაც მას ეშმაკი გამოეცხადა და ანტონი დაეკითხა ჯერ ისეთი საძარელი ადამიანი შიში ხდება და როგორიც წმინდა მამა იყო და წარბია შერხებია კითხა ესე იგი მასთან ერთ-ერთი ბერები მოვიდნენ და დაეკითხნენ შენ იქ რომ ნიტრის ღვთის ძირში რომ იყავით ნიტრიას თასთან მოღვაწეობდა თავად ანტონიც ეგვიპტეში ჯორი რომ მოგვიგდათ აქად დაფრით და შეეშინათ ბერს ფიზიკურად ვერ დაინახავდი ღვთის იქით იყო და შენ რა იცი აი ახლა ამ წუთას იყო ეშმაკი და ყველაფერს მომიყვავა ანუ ზოგი რამ ეშმაკმა შეიძლება იცოდეს და რაღაცას აგიხდეს ჭალებში და მე ორივე ყურით დაჭერილი ყავხარ რასაც უნდა იმას დაგაჭერეს მათ შორის სიზმრებზეც იგივე ითქმის ერთი ორ სიზმარს აგიხდეს და მე იწყება ავადარის მონადირება ყველაფერი ჯერად ასე და ამგვარად
შეიყავს ჭაობში საბოლოოდ ვიდრე არ დაღუპავს. ამიტომ სიზმრებს ძალზედ ფრთხილად უნდა მოექცეთ. წმინდა მამები განასხვავებენ სიზმრებს, მტკნარ სიზმრებს და სიზმრეულ ჩვენებას. ეხლა საგანგებოდ არ მინდა მოგიყვეთ ამაზე, რომ მე არ დაიწყოთ თავის თავთან საკუთარ მარჩიელობა, რომელი იყო ღვთისგან და რომელი არ იყო ღვთისგან. ჩვენ ჯერჯერობით ცხადს გავუკლავდეთ და ძლიოთ ეს საცხოვრები, რაც ცხადში გვაქვს. მას ამიტომ ჩვენც უნდა განვუდგოთ ყოველგვარ სტომილებას და ჩვენს მართლმადიდებელ მამებს უნდა მივხვდეთ. ჩვენ წამს ერთი ღმერთისა სამებაში. ეხლა მოკლედ და ლაკონურად აყალიბებს წმინდა გრიგოლ პალომა ყოვლადწმიდა სამების დოგმას. ჩვენ წამს ერთი ღმერთისა სამებაში, მამისა და ძისა და სულისა წმინდისა. ღმერთი მამა უჟამოა, დაუსაბამო და საუკუნო. იგი ძირია ღვთაებისა, თანაარსისა, ძეშიაც და სული წმინდაშიც. იგი და მხოლოდ იგი, ანუ მამა, მხოლოდ ჩობილისა ძისა და ერთადერთი ვისგანაც გამოვალ სული წმინდა. ესე იგი მხოლოდ იგი არის მამა, მხოლოდ ჩობილი ძისა, უფლისა ჩვენისა და სული წმინდა მხოლოდ მისგან გამოვალს. ხოლო ძე არსებული შეურევლელად მამასთან არის ცხოველი, ანუ თანამედროვე ქართული ცოცხალი სიტყვა, ჭეშმარიტი ნათელი, მიზეზი და დასაბამი ყოველივესი, რაც შექმნილია. ესე ღმერთი ძე ყველაფრით ჩვენი მსგავსი შეიქმნა, გარდა ცოდვისა. იგი უნებებოა და უკვდავი. როგორც ადამიანმა ჩვენთვის ჟვრიანი სიკვდილი მიიღო, ანუ თავსიდვა და მოკვდა. საფლავად დადებული იქნა და აღდგა. ამგვარად გააქარწყლა რა სიკვდილის ბატონობა ადამიანზე. იგი ამაღლდა ზეცა და დაშდა მარჯვენით მამისა. გახადა რა ამგვარად ჩვენი ადამიანური ბუნება თვისი ერთ პატივი და ერთ საღდარი. თავის დროზე იგი კვლავ დაბრუნდება დედამიწაზე დიდებით, რათა განიკითხოს ცოცხალი და შესვენებული და მიაგოს თვითოულს საქმეთაებრო მათთა. ამენ. კეთილი ახლა მობრძანდით, ზეთი იცხეთ.